შუადღე მშვიდობის. მოგესალმებით. მოგესალმებით მეგობრებო, გამარჯობა მაყურებლებო. გაგვთ საათნახევარი იმისთვის, რომ მოკალათეთ და ჩვენთან ერთად გადავიშვათ თავგადასავლებში, რა თქმა უნდა, გულისხმობს სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას, რომელსაც განვიხილავთ სტუმრებთან ერთად და რა თქმა უნდა, თქვენი ჩართულობა ონლაინ სივრცის საშუალებით მისასალმებელი იქნება, იმიტომ რომ ყოველთვის რაღაც საინტერესოს ვაწყდებით ხოლმე. არა მარტო ნეგატივის განმავლობაში წარუძღვება ჩემი კოლეგა პაატა ძიძიგურის, სოფო შაიშმელაშვილი და მე მერი ნაკაშიძე. კი ბატონო, ახლა ნახოთ ანონსი და დაგიბრუნდებით რამდენიმე წამში. დღეს გადაცემაში ნახავთ ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი ქალაქ ალმათაში წარადგენს სპექტაკლს ოჯახი. თემაზე ვრცლად ისაუბრებს ირაკლი კიკვაძე, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. პრეეკლამპსიის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღე. მოვისმინოთ მიზეზები და პრევენცია. გადაცემის სტუმარია გინეკოლოგი ირმა რამიშვილი. მოდა როგორც თვითგამოხატვა. თემაზე ვრცლად ისაუბრებს საბა კირკიტაძე, დიზაინერი. კეთა ჩუთლაშვილის რუბრიკა დაიმუხტე. შერლოკ ჰოლმსის დღე, დეტექტივები და მათი გავლენა მკითხველზე. გადაცემის სტუმარია გამომცემელი და ტელეწამყვანი ირაკლი ბაკურიძე. სოფო შაიშმელაშვილის რუბრიკა რჩევები მშობლებს, სკოლა და არდადეგები. რუბრიკის სტუმარია ფილოსოფოსი და საკვირაო სკოლის ხელმძღვანელი ლალი ანთიძე. როგორც ხედავთ, საკმაოდ საინტერესო თემები გვაქვს, რა თქმა უნდა, მას მაყურებელი გადაწყვეტს, მაგრამ ჩვენ არ ვიშურებთ ძალებს და როგორც პაატა ამბობს ხოლმე ხშირ შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი უკავშირი, აუცილებლად გავითვალისწინებთ, ეს იქნება დადებითი გამოძახილი თუ ნეგატიური ოღონდ, ამასაც სამისი ზღვარი აქვს, რომ არ იყოს გადაჭარბებული და შეურაცხყოფელი. დღეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს თემას გაგიზიარებთ, ესე იგი ბათუმის თოჯინების და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის გასტროლი ყაზახეთში დაიწყო და დასის მონაწილეები მიიღებენ ალმა-ათაში თოჯინების საერთაშორისო ფესტივალ ორკეტეში და კონკურენციას გაუწევს არაერთი ქვეყნის ცნობილი თეატრალური დასი. ფესტივალი საკონკურსოა და საუკეთესო თეატრალური წარმოდგენის ავტორი 25 მაისს გამოვლინდება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფესტივალი ჩვენი თეატრისთვის და პირდაპირ ეთერით უნდა ჩაგვერთოს მესენჯერით ირაკლი კიკვაძე, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. ირაკლი, მოგესალმებით. დღემშვიდობისა ირაკლი. გამარჯობა, მოგესალმებით. რას ნიშნავს ბათუმის თეატრისთვის ამ ფესტივალში მონაწილეობა და რამდენად ძლიერი კონკურსანტები ყავთ? და კონკურენტები. ჩვენთვის ყოველი ფესტივალი მნიშვნელოვანია. გამოცდილებისთვის და ახალი კონტაქტებისთვის და ეს ფესტივალიც საკმაოდ შეფი ფესტივალია, სადაც ძალიან ბევრი ქვეყნები მონაწილეობს, ძირითადად აზიის ქვეყნებია. საქართველოდან ორი თეატრია წარმოდგენილი, ჩვენი თეატრი და თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი. და რა ვიცი, ძალიან ისეთ გარემოში ვართ, გარემოცვაში მეთოჯინეების და რაღაც ძალიან ბევრი სიახლეების მოლოდინში. როგორია სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ დასებთან შეხვედრა? იგრძნობა თუ არა პროფესიული სოლიდარობა? რა თქმა უნდა იგრძნობა. მესამე სპექტაკლი აჩვენეს, რაც დაიწყო ფესტივალი სხვადასხვა ქვეყნებმა. დღეს ჩვენი სპექტაკლი იქნება, რამდენიმე წუთში იწყება და ძალიან მგირდება თქვენი მხარდაჭერა და ასე თქვათ გამხნევება, იმიტომ რომ მართლა ძალიან ისეთი კონკურენცია, ძალიან ისეთ თეატრები მონაწილეობენ, ძალიან გამოცდილი და ძალიან კარგი ისეთი ცნობილი სახელით და ნახოთ ცოტა ემოციებში ვარ, მე მაპატიეთ, მაგრამ ნობრ ყველაფერი კარგად იქნება. რა თქმა უნდა, წარმატებებს გისურვებთ და არ შემიძლია არ მოვიკითხო მსახიობები, ასევე რეჟისორი თქვენ ბრძანდებით ამ სპექტაკლის, მაგრამ ასევე არის მეორე რეჟისორი ნიკოლოზ საბაშვილი და ემოციები უნდა გაგვიზიარო ირაკლი თავად შენ, იმიტომ რომ ეხლა ყველას პირდაპირ ეთერში ვერ ჩავთავდით ფიზიკურად. ნუ ჩვენგან წინასწარ 3 კი გაქვთ. ჩვენგან წინასწარ 3 კი გაქვთო პაატა. ძალიან კარგი.
იურისტები სხვათა შორის მინდა ვთქვა, რომ არიან ძალიან ცნობილი ადამიანები ამ სფეროში, არის 5 ჟიურის წევრი სხვადასხვა ქვეყნებიდან და ჩვენი მსახიობებზე მკითხეთ მერი და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ემოციებში არიან, ეხლა არიან საკრიმინალოში ყველა და ემზადება სპექტაკლისთვის და მათ მაგივრად ეხლა მე ვერ გამოვხატავ ემოციას და ნერვიულობას, მაგრამ ვეცდები, რომ ყველაფერი კარგად წავიყვანოთ, როგორც საჭიროა. ჩვენ როგორც ვიცით, ძალიან მრავალფეროვანია მხატვრობის კუთხითაც სპექტაკლი ოჯახი უნდა ავღნიშნოთ აუცილებლად და როგორ ფიქრობთ, რა გაუკვირდებათ მაგალითად უცხოელ მაყურებელს, რა გვაქვს ჩვენ ისეთი, რაც არ აქვთ მათ. თუნდაც ეს მსახიობის ოსტატობა, მხატვრობა, ჩვენ ხომ აი ჩვენი ნიშა გვაქვს ქართველებს, როგორც ასევე აქვთ მათაც თავად. ჩვენი აი რაღაცა რო გითხრათ, რომ რაღაც ჩვენ რაც გვაქვს, მათ არ აქვთ, ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩვენი წარმოდგენა არის საინტერესო, ჯერეთ იმით არის საინტერესო, რომ მთელი სპექტაკლი არის სიტყვის გარეშე და მთლიანად მოქმედებაა და მათთვის გასაგები იქნება ყველანაირი ყველა ქვეყნის ადამიანებისთვის და აქედან გამომდინარე ეს არის ჩვენი დიდი პლუსი ამ ფესტივალზე, რომ ჩვენ არ მჭირდება არც სუბტიტრები და არც თარგმანი სპექტაკლის. აქედან გამომდინარე ძალიან მარტივი ენით ვეცდებით, რომ გავაგებინოთ ჩვენი საქმე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მაყურებლის რეაქციები, ეს არის მოზარდ მაყურებელთა თეატრის თოჯინური სპექტაკლი, ანუ შერწყმა ორივე მსახიობის ოსტატობას და თოჯინების და თქვენ უამრავი სპექტაკლი იხილეთ, ალბათ მანამდე დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ საფესტივალო პროცესია. როგორი იყო მოზარდების უკავშირი? აი სხვა სპექტაკლებზე და თქვენ უკვე ალბათ რაღაც მაინც წინად გრძნობა და ხედვა გაქვთ თუ როგორი იქნება ამ სპექტაკლზეც. ჩვენ სპექტაკლი ვაჩვენეთ ორჯერ ბათუმში და მეორე ჩვენებაზე ყავდა მოზარდები, სხვათა შორის მოზარდები იყვნენ მაყურებლები მსული და ძალიან დადებითად მიიღეს. ის თემა ყველას აწუხებს, რა თემაც სპექტაკლში არის, ეს არის ზოგადად მთელი მსოფლიო პრობლემა და რა რაღაცა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მენტალიტეტის პრობლემა, ზოგადად ისეთი პრობლემა, რომელიც ყველას აინტერესებს და ყველას კი არ აინტერესებს, უბრალოდ ყველას აწუხებს და ფიქრობენ ამ პრობლემის გადაჭრას. ირაკლი, არაფერი ადგილზე არ დგას ზოგადად და ხელოვნება მით უმეტეს, როდესაც, ხელოვნება პრინციპში ყოველთვის ავანგარდშია, ასე ვთქვათ, კაცობრიობის განვითარების და ფესტივალი ალბათ ყველაზე კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ დაინახო საით მიდის ზოგადად კონკრეტული სფერო. ამ შემთხვევაში თქვენ გაქვთ საშუალება, აი როგორც მერისთან ისაუბრეთ, ძალიან ბევრი სხვადასხვა სპექტაკლი კონცენტრირებულად ერთად გენახათ და საით მიდის ზოგადად სპექტაკლები ამ შემთხვევაში თოჯინური, რამე ცვლილება, მაყურებლისგან მოთხოვნა იცვლება, ანუ გამოსახვის მეთოდები თუ შეიცვალა? იმე გეტყვით, აი მოგეხსენებათ, რომ დღეს ძალიან ბევრი სპეციფიკა შემოვიდა, სინთეზი ხდება ზოგადად სპეციფიკის სხვადასხვა. ეს არის თქვა რაღაც კინემატოგრაფიის იქნება თუ რაღაც ანიმაციის ძალიან ბევრი სინთეზი ხდება ამ ყველაფრის და თოჯინური თეატრებიც ეს ადგილია, სადაც ეს შერწყმა კარგად გამოდის ზოგადად და დევანდელი ჩემი ასე ვთქვათ მასტერკლასი ეხება ამ თემას, კინოს და თეატრის შერწყმას და ეს ყველაფერი როგორც მიდის და ვითარდება მიყვება იმ დინებას, რაც ხდება ჩვენს გარშემო და ჩვენს არეალში ასე. ანუ მიყვება და თან ალბათ ავანგარდშიც უდგას და რაღაც ცვლილებებს თვითონაც იწვევს. რა თქმა უნდა. კი ბატონო. ესე იგი, ირაკლი დაახლოებით თუ სწორად მახსოვს, უკვე მეორე ჩართვაა, რაც საზღვარგარეთიდან გვერთვებით. თუ ქალაქში ხართ, სპექტაკლების მზადებაში ხართ, ქვეყნიდან როგორც კი გადიხართ ფესტივალებში, იღებთ მონაწილეობას, ამიტომ ტრადიციულად უნდა გკითხოთ ახლა ყაზახეთიდან თქვენი გზა სად მიდის, როგორი იქნება თქვენი საომავლო. და ძილისთვის დრო თუ გრჩებათ საერთოდ. და როდის ისმერეთ? ყველაზე დიდი მზადება არის ჩვენი ფესტივალი, რომელიც ჩვენ დავაარსეთ მესამე წელს გამართვა ამ ფესტივალის და ამის სამზადისში ვიქნებით, რომ ჩამოვიდეთ.
კი ბატონო, მადლობა, მე დროს აღარ წაგართმევთ, როგორც ვიცით, დაახლოებით ალბათ 10 წუთში უკვე დაიწყება სპექტაკლის მსვლელობა, ამიტომ დაგემშვიდობებით, წარმატებას გისურვებთ და სამი კი ჩვენგან გავს. აბა დროებით და გელოდებით შემდეგ აქ. მადლობა ირაკლი. მოკლედ დროა ცოტა ისეთ საჭიროებო საკითხებსაც შევეხოთ, როგორც ყოველთვის ვეხებით ხოლმე. ანუ მედიცინაზე უნდა ვილაპარაკოთ და ზოგადად ისეთ ორსულობის გარშემო განვითარებულ სხვადასხვა პროცესებზე და ერთი რაღაც მინდა აღვნიშნო, სანამ ჩვენს სტუმარს დაუძახებთ, რომ კაცობრიობა საუკუნეების განმავლობაში ანუ რეაგირებდა მხოლოდ სხვადასხვა გამოწვევებს. ეს იქნებოდა ტექნიკური განვითარება თუ დაავადებები. შესაბამისად, ყოველთვის ასე ვთქვათ, შედეგის წინ დამდგარი უკვე ფიქრობდა თუ როგორ ასე ვთქვათ, ემუშავა ამ პროცესებზე ისე და ამ დაავადებებთან ისეთი კონტაქტი ქონოდა, რომ ნელ-ნელა ასე ვთქვათ, ექიმის ამ შემთხვევაში როგორც ჩამოყალიბებული პროფესიონალის ჩართულობა ნელ-ნელა უკან გადაწეულიყო დროში და შესაბამისად უკვე გამომწვევთან ქონოდა ბრძოლა თავიდანვე და ზოგადად წინასწარ ებრძოლა იმისთვის, რომ საერთოდ არ დამდგარიყო რაღაც ცუდი შედეგი. და შესაბამისად დღეს რაღაც ნაბიჯები ბევრი გადაიდგა უბრალოდ ნაბიჯი, სადაც ეს ვთქვათ სპეციალისტების ჩართულობა უზრუნველყოფს ასე ვთქვათ კარგ დასასრულს და შესაბამისად ხშირ შემთხვევაში პაციენტები ვერც კი იგებენ რომ რაღაცა შეიძლება დაემართოთ, იმიტომ რომ ეს პროცესები თავიდანვე ასე ვთქვათ მეთვალყურების ქვეშაა. და როდესაც ასე ვთქვათ საქმე ეხება შობადობას, რაც პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენს არსებობასთან, იმიტომ რომ ჩვენ ასე ვრავლდებით ადამიანები და არა დაკვირტვით და არა რა უშუალოდ რაღაცა დამყრობით და გადანერგვით. უმნიშვნელოვანესია ამ კონკრეტულად მეან გინეკოლოგიის განვითარება იმისთვის, რომ ჩვენი მოგზაურობა ამ ცხოვრებაში, ანუ ჩასახვიდან დაბადებამდე ამ 9 თვის განმავლობაში იყოს ძალიან, ასე ვთქვათ, უმტკივნეულო რაც შეიძლება და მერე უკვე, ასე ვთქვათ, ჯანმრთელი ბავშვი უკვე სხვა პროფესიისაა, მაგრამ ნუ ასე ვთქვათ, საფუძველი ჩაეყაროს ერთი უჯრედიდან მრავალუჯრედიანი ორგანიზმის, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებას სწორად, როგორცაა ბიოლოგიურად, ხო. ამაზე სალაპარაკოთ, რა თქმა უნდა, კაბოტონი ირმა რამიშვილი მოვიწვიეთ. რომელმაც მიუხედავად თავისი დატვირთული გრაფიკისა გამონახა ჩვენთვის დრო. მოგესალმებით, მაყურებელს მივესალმები, მადლობას მოგახსენებთ მოწვევისათვის. კი ბატონო, დღეს არის ცნობიერების ამაღლების დღე, კონკრეტულად პრეეკლამსიაზე უნდა ვილაპარაკოთ, მაგრამ იმის მაგივრად რომ ხა ჩვენ გუშინ წაკითხულით ახლა გავხსნათ აქ თემა, გირჩევნია რომ თქვენ აგვიხსნათ რასთან გვაქვს საქმე, ზოგადად რამდენად ხშირად ხდება დღეს ეს პრობლემა, იმიტომ რომ ისე ვთქვი რომ მანამდე ჩვენ უკვე ცდილობს კაცობრიობა გაუმკლავდეს ამას დაწყებამდე და რამდენად რეაგირება და მკურნალობა, ასე ვთქვათ, ადეკვატურია დროში. დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა მართლა ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი არის. უპირველეს ყოვლისა, სანამ საუბარს დავიწყებ, მინდა ვთქვა, რომ არ მინდა შევაშინო ორსული ქალბატონები, იმიტომ რომ ინფორმაცია მართლა სერიოზულია. ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ, ეხლავე ვამბობ ექიმები იმისათვის, რომ რაც შეიძლება მიხედული იყოს ქალბატონი ორსულობის განმავლობაში. მოგეხსენებათ, ჯანსაღი დედა და ჯანსაღი ახალშობილი ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლავთ. სერიოზული პრიორიტეტია, რადგან სწორედ იმ ყველაფრის საფუძველია, რაც თქვენ აღნიშნებთ. პრეეკლამსია არის სწორედ ორსულობის ის გართულება, რომელსაც სხვადასხვა სახის ჩრენთვის არასასურველი გამოსავალი შეიძლება მოყვეს. ამიტომ სწორედ ამაზე სასაუბროდ სახელმწიფომ გამოყო, არა მარტო ჩვენმა სახელმწიფომ, ეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 22 მაისი, როგორც პრეეკლამსიის ცნობიერების ამაღლების დღე. რა არის პრეეკლამსია? შევეცდები არ დავტვირთო საუბარი ტერმინებით, ეს არის ნოზოლოგია, იზოლირებულად არსებული მდგომარეობა, რომელიც ვითარდება მარტო ორსულობაში, ხასიათდება მაღალი წნევით, ანუ არტერიული ჰიპერტენზიით, შარტში ცილის გამოჩენით, ანუ პროტეინურით და სხვადასხვა ორგანოთა და სისტემების დაზიანებით. რატო დადგა საკითხი იმის შესახებ, რომ ცალკე გამოყოთ პრეეკლამსია? ჩვენ და სამწუხაროდ ეს არის ნოზოლოგია, ეს არის მდგომარეობა, რომელიც ჯერ კიდევ დედის სიკვდილობის ძალიან მაღალ პროცენტს იწვევს. დაახლოებით 100,000 ორსული ქალბატონის გარდაცვალება პლანეტა დედამიწაზე ხდება წლის განმავლობაში
დიაგნოზი პრეეკლამპსიის გამო ეს ძალიან მაღალი ციფრია. ორსული ქალის გარდაცვალების ეტიოლოგიური თვალსაზრისით პირველ ადგილზე დგას სისხლდენები და მეორე ადგილზე მიუხედავად მედიცინის პროგრესისა, აი თქვენს მიერ ნათქვამ სიტყვას მინდა გამოვეპასუხო. მიუხედავად პროგრესისა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან განვითარდა პრევენტაბელური მედიცინა, არის გარკვეული მდგომარეობები, სადაც პრევენციის ჩატარება, ადრეული დიაგნოსტიკა შეიძლება მიუხედავად ამ ყველაფრისა პრეეკლამპსია რჩება ერთ-ერთ სერიოზულ ფაქტორად. ეს არის მდგომარეობა, რომელიც ვითარდება ორსულობის 20 კვირიდან, საკმაოდ ადრეული ვადიდან. ეხლა ვიაღვნიშნოთ, რომ ცვლილებები, რომელიც დამახასიათებელია პრეეკლამპსიისათვის, იმდენად ღრმა და შორსწასული არის, რომ სავალალო შედეგებს იწვევს დედის ორგანიზმში. გამოვყოთ სუბუქ ფორმას, საშუალო ფორმას, თანდათან ვისაუბრებ იმის შესახებ, როგორ მოხდეს ამის დიფერენცირება. ჩვენ საუბრობთ, რომ ორსულთა დაახლოებით 3-დან 14%-მდე რიცხვში ვითარდება პრეეკლამპსია. პრეეკლამპსიას დაახლოებით აი ამ განვითარებული პრეეკლამპსიებიდან 75% მოდის სუბუქად მიმდინარე პროცესზე, 25% შემთხვევაში კი საკმაოდ სერიოზულად ვითარდება და მინდა გითხრათ, რომ დაახლოებით აი ამ დასმული დიაგნოზის შემდეგ 9.6% არის პერინატალური სიკვდილობა. ეს არის ტერმინი პერინატალური სიკვდილობა, ანუ მუცლად ყოფნის პერიოდში, მშობიარობის დროს და დაბადების შემდგომ ახალშობილთა გარდაცვალების რიცხვს აერთიანებს. ასე რომ აი ეხლავე ჩანს უკვე რომ მოქმედებს დედის ორგანიზმზეც და მუცლად ყოფნი ნაყოფისათვისაც სავალალო შედეგს იძლევა. მინდა ახლავე გითხრათ კიდევ ერთხელ, რომ ფაქტიურად თითქმის შეუძლებელია იმის განსაზღვრა, სად შეიძლება განვითარდეს. რომელ ორსულთან შეიძლება განვითარდეს. ამასაც ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ. ჩვენ ვიცით რისკ ფაქტორები. არა, მოგახსენებთ ამას ყველაფერს. ვიცით რისკ ფაქტორები, სად შეიძლება განვითარდეს. იქ სადაც ორსულის ასაკი 18 წელზე ნაკლებია, 35 წელზე ზემოთ არის. სადაც არის მრავალნაყოფიანი ორსულობა. იქ სადაც მემკვიდრეობა დატვირთული არის პრეეკლამპსიის არსებობით დედასთან, დასთან, უახლოეს ნათესავებთან, გენეტიკური განწყობა არის. იქ სადაც დამახასიათებელი არის ორსულობამდე ჰიპერტენზია და არსებობს სხვადასხვა ფაქტორები. რა არის მექანიზმი, რა არის, რა ხდება ამ დროს? ბოლომდე შესწავლილი არ არის. არსებობს სხვადასხვა თეორია, რომელიც ხსნის რა იწვევს პრეეკლამპსიას, მაგრამ რა ვითარდება ამ დროს? ყველაზე უფრო აი მეტნაკლებად ახსნა ეს მომენტი ეგრეთ წოდებულმა იმუნურმა თეორიამ. ძალიან მარტივად რო ვთქვათ, დედის ორგანიზმი საკუთარსავე ორსულობას აღიქვამს როგორც უცხო გენს. აი ამ უცხო გენის მიერ იმუნური სისტემის მიერ ხდება ანტისხეულების გამომუშავება, რომელიც დაალაგდება დედის სისხლძარღვში და აზიანებს მის კედელს ენდოთელიუმს. სისხლძარღვი სად არის ყველგან? ყველა ორგანოშია. ამიტომ ხდება თანდათანობით ყველა ორგანოზე უარყოფითი ზემოქმედება. როგორ გამოიხატება ეს? რადგან დაზიანდა სისხლძარღვის კედელი, ხდება მისი გამავლობის შეცვლა, სატრანსპორტო ფუნქცია პირველ რიგში. სითხე, ვიცით, რომ სისხლი შედგება პლაზმისა და ფორმიანი ელემენტებისაგან, პლაზმის გაადინება პერიფერიულ ქსოვილში, რაც იწვევს შეშუპებას და სისხლძარღვის კედლის შევიწროება, რაც იწვევს ჰიპერტენზიას, ანუ წნევის მომატებას. სწორედ ამიტომ დეფინიციას რომ მიუტრიალდეთ ჩვენ, ეს არის მდგომარეობა, როცა ვითარდება არტერიული ჰიპერტენზია, ანუ მაღალი არტერიული წნევა. ეხლა სიმპტომების მიხედვით ნახეთ, როცა მსუბუქი ფორმა არის, ის ძირითადად ვითარდება დაახლოებით 34 კვირის ორსულობის ვადის ზემოთ. როცა მძიმე ფორმა არის, ვითარდება დაახლოებით 20 კვირასთან ახლოს. ანუ რაც უფრო ადრე იწყება ორსულობის ვადაზე პრეეკლამპსია, უფრო მძიმედ მიმდინარეობს იქ. როგორ გამოიხატება? მსუბუქი ფორმის დროს არტერიული წნევა დაახლოებით 140-90-ზე მეტი არა, ორ ციფრს ვასახელებ ხო, სისტოლურ და დიასტოლურ წნევას. მძიმე ფორმის დროს მინიმალური ციფრი გვაქვს 160-100-ზე და უფრო ზემოთ. მსუბუქი ფორმის დროს არა გვაქვს თავის ტკივილი, ანუ ჯერ არ არის
ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია მძიმე ფორმის დროს გვაქვს. ორსული როცა გიყურებთ, აი თქვენ თვითონ ატყობ, რომ თითქოს დაბინდული არის თვალები. შეიძლება გიპასუხოთ ორსულმა, რომ მე გესაუბრები, აღგიქვამ რას მეუნები, ანუ ცნობიერება ნათელია, მაგრამ ხედველობა არის გაუარესებული. ესეთი ტერმინი არის, რომ თვალების წინ ბრჭყვიალებს სიმციმებს ხედავს ორსული. სუბუქი ფორმის დროს არ არის მაგალითად ეპიგასტრალური ტკივილი, ანუ კუჭის საპროექციოში. მძიმე ფორმის დროს არის. სუბუქი ფორმის დროს არ არის პარენქიმატოზული ორგანოების დატვირთვა, ღვიძლის, თირკმელების. მძიმე ფორმის დროს არის, ამიტომ იჭიმება გლისონის კაფსულა, მარჯვენა ფერდქვეშა არის ორსულს ტკივა. აქვე რომ შევადაროთ, ადრე პრეეკლამპსიას ალბათ გეცოდინებათ უწოდებდნენ ტერმინს ნეფროპათია, რადგან მიაჩნდათ, რომ მხოლოდ თირკმელების დაზიანება ხდებოდა, მაგრამ ჩვენ აღნიშნეთ, რომ სისხლძარღვი ყველგან არის, ყველა ორგანო ზიანდება, ამიტომ ეს არის პოლიორგანული პათოლოგია, რომელიც უპირველეს ყოვლისა ურტყამს თირკმელებს, ურტყამს ღვიძლს და რა თქმა უნდა ვითარდება ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია, ქალაში გაძლევის მნიშვნელოვანი მომატება, რაც სავალალო შედეგით შეიძლება ინსულტითაც კი დამკვიდროს. გაბატონებია, რამდენი დაუშვათ ბჭყალებში ჭირდება იმას, რომ აი ნულიდან მივიღოთ პრეეკლამპსიის, ასე ვთქვათ, სურათი. დაუშვათ დაკვირვების სურათის დაშლას გულისხმობ. ანუ დავაზუსტებ, ვიცით, რომ ორსული ყოველთვის დაკვირვების ქვეშაა. თუ ახლა გვაქვს ასე თუ ისე ცივილიზებულ ქვეყანასთან საქმე და შესაბამისად, მაგრამ 24 საათი ხა კლინიკაში არაა ხოლმე, ხო? დაუშვათ კვირაში ერთხელ მოდის შემოწა. ამ ერთ კვირაში სანამ ექიმიდან ექიმიამდე მოვიდა თუ შეიძლება ეს ფორმა სასწრაფოდ განვითარდეს და დაუშვათ ოჯახის წევრებმა დაინახონ რაღაცა ხა ტელევიზორიდან უკვე ვისწავლეთ, გაუშვათ და ამ სიმპტომებით თქვას უი რაღაცასთან გვაქვს საქმე, გავიქეცით არა ერთ კვირაში, არამედ ზეგ. ძალიან კარგი შეკითხვა გახლავთ. რადგან ეხლა ძალიან მინდა რომ ღრმად და ყურადღებით მოგვისმინონ ქალბატონებმა, ვიზიტების დროს ტარდება რიგი ანალიზები, რომელიც ინფორმაციას გვაწვდის იმის შესახებ, რა ხდება ორსულის ორგანიზმში. აი მე მოგახსენეთ, წეგან გავაკეთე ჩვენ სიმპტომების დიფერენცირება, ხო? სუბუქი ფორმის დროს რაღაც არ გქონდა, მძიმე ფორმის დროს ის რაღაც გქონდა. მაგალითად, ორსულობის სხვადასხვა ვიზიტზე ხდება ორსულის მიერ შარჩი ცილის გამოკვლევა, ანალიზის ჩატარება. ეს ინფორმაციას აძლევს ექიმს. შეიძლება პრეეკლამპსია წარიმართოს მხოლოდ ამ სიმპტომით და არტერიული ჰიპერტენზია არ იყოს მაღალი. ამიტომ მძიმე პრეეკლამპსიის განმარტება გახლავთ ეგეთი, რომ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან, რაც მე მოგახსენეთ, ერთ-ერთი მაინც რო დაფიქსირდება, გარკვეულ საზღვრებს მიაღწევს ანალიზებში რაღაც ციფრები, ან სუბიექტური ჩივილი გამოვლინდა, ან კურნალი ექიმის მიერ ნანახი იქნა ჰიპერტენზიის მაღალი ციფრი, უკვე გამოგვაქვს დიაგნოზი მძიმე პრეეკლამპსია. ჩვენ არ ველოდებით სრული კლინიკური სურათის გაშლას. ეს მინდა მოგახსენოთ. ანუ ის არა რომ 2/3 სიმპტომების ნიშნავს, ერთ-ერთი გამოვლინდა და პირდაპირ მივივართ ექიმს. აი, მაშინვე ვრთავთ ნიშანს სოს. რას ნიშნავს ეს? ფეხმძიმობის დროს მაგალითად არ აღმოჩნდა და მეორე ფეხმძიმობის დროს. რა თქმა უნდა, შეიძლება განვითარდეს მეორე ორსულობის დროს, რა თქმა უნდა. მე მინდა კიდე მოგახსენოთ ეგეთი რაღაცა, რომ ნიშნულოვანია მაქსიმალური ურთიერთკავშირი ექიმსა და ორსულს შორის, რადგან როცა ექიმის სიმპტომს დაიჭერს, ლაითად მსუბუქად მიმდინარე, აუცილებლად რეკომენდაციას აძლევს ორსულს, რომ სახლში მინიმუმ 2-ჯერ მოხდეს არტერიული წნევის გასინჯვა. რანდომულად, სწორად და რაც თავარი აქვე მინდა აღნიშნო, რომ ორსულებს ვიზიტების დროს ვასწავლით, როგორ უნდა მოხდეს სწორად არტერიული წნევის გასინჯვა. აუცილებლად ორივე მკლავზე და დასაშვები არის სხვაობა სისტოლური წნევის მკლავებს შორის 20 ერთეული. თუ ამაზე მეტი არის სხვაობა, თქვათ, ერთ მკლავზე არის 150 100-ზე, ეს ემპირიულად, მეორე მკლავზე არის 120 80-ზე, ეს ჩვენთვის ძალიან ნიშანდობლივია. ანუ არსებობს სიმპტომები, რომელთა შესრულებას სახლში ორსულს ვავალებთ, მაგრამ დავიჭირეს სიმპტომი. მაგალითად, არ არის ჰიპერტენზია, არის პროტეინურია, შარჩი ცილა. აუცილებელია ორსული მოთავსდეს სტაციონარში 24 საათიანი მონიტორინგის ქვეშ.
რა ხდება ამ დროს? დაკვირვება არა მარტო ორსული ზოგად მდგომარეობაზე, არა მხოლოდ მისი წნევის კონტროლი, არამედ რადგან ჩვენ ვთქვით, რომ მოქმედებს პარენქიმატოზულ ორგანოზე, ღვიძლზე, თირკმელებზე, ხდება ამ ორგანოების ფუნქციის შესწავლა, ანალიზების აღება დინამიკაში, შარჩი ცილის კონტროლი. თუ ეს ყველაფერი ნორმის ფარგლებშია, მაშინ საქმე გვაქვს სუბუկ პრეეკლამპსიასთან და დასაშვებია ორსული გაუშვათ სახლში. მაგრამ თუ კი ანალიზებში მნიშვნელოვანი ცვლილებებია, მაშინ უნდა შეიცვალოს გადაწყვეტილება და აქ არის ერთადერთი მოსავალი, ეს არის ორსულობის შეწყვეტა. რადგან პრეეკლამპსია არის მდგომარეობა, რომელიც ვითარდება ორსულობაში და ორსულობის არსებობით არის განპირობებული, ჩვენ და სამწუხაროდ უნდა გავაჩეროთ მიზანი, რომ მივიღოთ სწორი შედეგი. ეხლა რა სახით მოდით გავუსწრებ მე თქვენ შემდეგ შეკითხვას თუ შეიძლება, რა ვადაზე როგორ უნდა შევწყვიტოთ ორსულობა. თუ არის სუბუქი პრეეკლამპსია, 37 კვირა ორსულობის ვადა, მეტნაკლებად მომწიფებული არის ნაყოფის მდგომარეობა, გეგმიურად შეიძლება აუძრათ სამშობიარო მოქმედება და გაუშვათ მშობიარობა ბუნებრივი სამშობიარო გზებიდან, პერვი ეს ნატურალის. მაგრამ თუ ორსულობის ვადა არის დაბალი, თქვათ არის 30 კვირა, 32 კვირა. დედის მდგომარეობა უკვე ძალიან საყურადღებოა, მაშინ იმისათვის, რომ გავაუმჯობესოთ პერინატალური გამოსავალი, ანუ დაბადების შემდგომ ბავშვის მდგომარეობა იყოს უკეთესი, თუ კი ამას დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა გვაძლევს ამის საშუალებას, მაშინ ეგრეთ წოდებული გლუკოკორტიკოსტეროიდები ტვირთავთ ორსულს, ეს არის ნაყოფის დისტრეს სინდრომის პროფილაქტიკა, რომ დაბადების შემდგომ არ შეექმნას პრობლემა ბავშვს სუნთქვასთან დაკავშირებული. აი ამ დროის ინტერვალს თუ კი შეძლებთ რომ მოვიგოთ, თუ კი ორსულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას იძლევა, აი ამის შემდგომ უნდა დაიგეგმოს ორსულობის შეწყვეტა და რა გზით, ან თუ კი იძლევა კიდევ ერთხელ ორგანიზმის საშუალებას ბუნებრივი სამშობიარო გზები, თუ არა და ოპერაცია საკეისრო კვეთით. კი ბატონო და შუაში ერთად ის კომენტარსაც დაუთავს, სანამ დავასრულებთ, ესაა რომ თავიდან რო გავიგონე ორსულობის შეწყვეტა, ცოტა დავწუხდი, მაგრამ აღმოჩნდა რომ საუბარი იმაზეა, რომ ორსულობა ვწყვეტ იმისთვის, რომ იცოცხლოს ორივე. ორივე, აუცილებლად. იმიტომ რომ როგორც ვიცით, უკვე დღესდღეობით შეიძლება დაუშვათ ნაადრევად დავადებული ნაყოფით სპეციალურ ინკუბატორში გათხოვდეს და საკმაოდ ნაადრევ, ასე ვთქვათ, კვირეებშიც კი დაიბადოს ჯანმრთელი გაიზარდოს გარეთ. მართალი ბრძანდებით, რაც უფრო დაბალი არის ორსულობის ვადა, მით უფრო ოქროშუალედის მოძებნა არის საჭირო, რომ არ გავაკეთოთ იმაზე ადრე, ვიდრე შეიძლებოდა გამოგვეყენებინა დროის ეს ინტერვალი და ნაყოფის ფილტვები მოგვემზადებინა დაბადებისთვის. ეხლა რაც შეეხება კიდე გაუსწრებ თქვენ შეკითხვას, ბავშვის მდგომარეობას ამ დროს. არა თუ დარტყმას განიცდის თვითონ ორსული ქალის ორგანიზმი, არამედ მუცლად ყოფი ნაყოფიც, რა თქმა უნდა. ის ცვლილებები, რაც ვითარდება დედის ორგანიზმის სისხლძარღვებში, ცხადია ხდება ჭიპლარის სისხლძარღვებშიც და ასევე უარესდება სისხლის მიმოქცევა ნაყოფთან. როგორ გამოიხატება ეს? გამოიხატება მუცლად ყოფი ნაყოფის ზრდაში ჩამორჩენით, ჩვენ სპეციალური ეგრეთ წოდებული ტერმინი გვაქვს პერცენტილი, რომლითაც ვაფასებთ ნაყოფის მდგომარეობას. გვაქვს ეგრეთ წოდებული ბიოფიზიკური პროფილი და რაც მთავარია, დიასტოლურ ნაკადში ვაფასებთ სისხლის მიმოქცევას. აი ეს კონკრეტულად გვეუბნება, რამდენი ხანი გვაქვს უფლება ორსულობის გახანგრძლივების. აი რამდენი საათის განმავლობაში, აი ძალიან უხეშად რო ვთქვათ, მეტნაკლებად საფრთხე არ დაემუქრება ამ ნაყოფს, რომ აი ეს ინტერვალი მოვიგოთ იმისათვის, რომ აქეთ დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა დავასტაბილუროთ და იქეთ უკეთესი გამოსავალი იყოს ნაყოფის ფილტვების. ანუ ეკიპს ამ შემთხვევაში ორ ფრონტზე ბრძოლა უწევს, იმიტომ რომ აქ ორივე სიცოცხლე უმნიშვნელოვანესია და ეს ერთ-ერთი და უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, მაგრამ არის დედის ფსიქოლოგია ამ დროს. ეხა უცებ მიდიხარ, აღმოგაჩნდება ეს დაავადება და ფსიქოლოგიური მზაობა. ისე ძალიან რთული პროცესია, რომ მე მოგახსენეთ სწორად გაყვეს. რომ ქალაშიგა ჰიპერტენზიას იწვევს მეთქი, ხო? აი ამ დროს საკმაოდ ხშირი არის ენცეფალოპათია და თუ კი გარდამავალი სისხლის მიმოქცევის მოშლა განვითარდა ან ჰემორაგია, რა თქმა უნდა ინსულტი, მაგრამ ამას წინ უძღვის
ჩვენთვის ყველაზე საშიში სიმპტომი ეს არის გულყრა, ანუ ეკლამსია. ეკლამსიური აი ეს გულყრა. მაინტერესებდა რა განსხვავებაა და რა კავშირშია ამ აღვნიშნულ დაავადებასთან. რა სიმპტომებიც ჩვენ ჩამოვთვალეთ, აი ამას ემატება გულყრა, ორსული ქალის თავის ტვინში, სისხლძარღვოვანი პრობლემის ჩამოყალიბების გამო, ანუ სისხლის მიმოქცევის მოშლის გამო. ეს არის ძალიან სერიოზული მდგომარეობა, ტონურ-კლონური ხასიათის კრუნჩხვა, რომელიც ვიზუალურად გამოვლინდება ორსული ქალის კრუნჩხვით, რაც შეეხება მის ორგანიზმში ყველა ორგანოს პოლიორგანული უკმარისობაა ფაქტიურად, გარდა იმისა, რომ ტეტანური სპაზმი იწყება, მიომეტრიუმის, ანუ საშვილოსნოსი, რასაც მოყვება პლაცენტის მოცილება, მკვეთრი მოცილება, ფაქტობრივად კვების შეწყვეტა. საოცრად ცუდი დიაგნოზია, არ მიყვარს ხოლმე ამ თემაზე ლაპარაკი, ეს არის კველერის საშვილოსნო, როცა გარეგანი სისხლდენა ფაქტიურად არ არის ორსულის ორგანიზმიდან, სისხლის ჩაღვრა ხდება პლაც მოცილებულ პაციენტასა და საშვილოსნოს კედელსური და აი საშვილოსნოს კედელი, როგორც ღრუბელი ისე ისრუტავს ამ სისხლს, ვითარდება ეგრეთ წოდებული კველერის საშვილოსნო, შინაგანი სისხლდენა, რომელიც შეჩერება ფაქტიურად შეუძლია. ამ დროს ოჯახის წევრებსაც უდიდესი პასუხისგებლობა ძალიან. და ალბათ პირველადი დახმარებისთვის რაღაც ინფორმაციას მაინც უნდა ფლობდეთ, რომ გადავარჩინოთ თუნდაც ჩვენი ერთ-ერთი ოჯახის წევრი. აუცილებელი, აი მე რაზეც ვისაუბრე, ეს გახლავთ არტერიული წნევის კონტროლი, ეს არის სიმშვიდე, რაც აუცილებელია ორსულისათვის, ყოველგვარი გარეგანი გაღიზიანების მოშლე. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ადრე, როდესაც გვასწავლიდნენ ამ ნოზოლოგიას, გვეუბნებოდნენ ეგრე, რომ თუ კი ორსული ჰოსპიტალიზირებულია სტაციონარში, ის მოთავსდა პალატაში, არავით არის გარეგამღიზიანებელი. მაგალითად, ნათელი შუქიც არ უნდა იყოს, რომ არ გააკეთოს პროვოცირება თუნდაც კრუნჩხვითი მზაობის. ამიტომ, როდესაც იწყება ჰიპერტენზია და აი ამას შეიძლება ექიმთან ეს ციფრი არ იყოს, მაგრამ რადგან სახლში ვაბარებთ, რომ გაისინჯოს წნევა და ოჯახის წევრი ჰიპერტენზიის ეპიზოდს დაიჭერს, მაშინვე უნდა მოხდეს კავშირი ექიმთან, რომ ჩამოყალიბდეს სწორი რეაგირების ჯაჭვი. რო არ შევაშინოთ ჩვენი ორსული ქალბატონები. სიტუაცია ნამდვილად ჩვენ სახელმწიფოში არის კონტროლირებადი, რადგან ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ჩვენთან ორსული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას. თქვენ მოგეთხოვებათ ქალბატონებო, მუდმივი კავშირი თქვენს კურნალ ექიმთან, რომ იყოს საუკეთესო გამოსავალი თქვენი ჯანმრთელობისთვის და თქვენი შვილის ჯანმრთელობისთვის. კი ბატონო, და გადადოთ გვერდზე ის წარმოდგენები, რომ ადრე დაუშვათ ჩვენი ბებიები და ბაბუები დაუშვათ იქ არ ვიცი თავლაში შობიარობდნენ, ეს გავწევთ, რომ არსებობს სტაციონარი, არსებობს ბოლო-ბოლო თუ მაინც და მაინც ეკონომიკაზე მიდგა, აქაც სახელმწიფოს ჩართულობა და შესაბამისად ის სახელმწიფო დაზღვევაც და კერძო დაზღვევაც თითქმის ბოლომდე ფარავს ყველაფერს, ამიტომაც არ, ასე ვთქვათ, გადადოთ არასდროს არც ერთი სიმპტომი, რაღაცას შეავჩნევთ, ბოლო-ბოლო ჯობია ტყუილ უბრალოდ, ასე ვთქვათ, დაანთოთ ეს სოსი, მიხვიდეთ და დარწმუნდეთ, რომ არაფერი არ ჭირთ, ვიდრე მერე გვიანი იყოს. დიდი მადლობა ქალბატონო ირმა. მადლობა მოწვევისათვის. ჩვენს ალბათ აღჭურვილი ამ ინფორმაციით, თქვენც და ჩვენ სამი აქ უფრო უკეთესად დავეხმარებით ერთმანეთს და სხვებსაც, თუ საჭირო დადგა. კი ბატონო, ანონსზე უნდა გავიდეთ და მალე დავბრუნდებით, დარჩით ჩვენთან ერთად. სამი წუთი. წინანდებ არ დამთავრებია. 3 წუთი ხომ არა, რომ გაიარეს გამოიარეს ჩანდა კამერაში? სად იყო ეგრევე გრაზეტკიდან გამოიღეს მთელი ოპეგი. მე არაფერი. კარგად, კარგად გავით. აუ რა ცუდი დაავადებაა, პროსტა დავითრგუნე. ბიჭო, აქ ლაპარაკი არის სრულ სურათზე, ლევანდელი მედიცინარით და პრობლემური იცი? სრული სურათი არავის არ ხვდება. იმიტომ რომ იმდენად კონტროლ მოგაჩდება არის სხვა რაცხას გეუბნები. პრევენციის მიზნითაც ვერ იზა ვერ. ხოლო მაგას სრული სურათი ვიღა, სრულ სურათები არც ერთ დაავადებაში აღარ იშლება. ძალიან ამ ბავში თუ არა ტიპი, იმიტომ რომ ტიპი კონტროლის ქვეშაა და პირველია სიმპტომის დროს კურნალობა ხდება. ამიტომ დღევანდელი ექიმები რითი ჩაგრებიან იცი? წიგნის და იმ ვიდეოს იქით ჩაირთვება იმედია, ხო? ნახე არ გაგა, რისაც შეგეშინდა. მაი არ თითქმის არავის არ უნახია. იმიტომ რომ პირველივე სიმპტომი და ექიმთან ხარ უკვე. კურნალობის პროცესში ი ბოლომდე მისული შენ არ გაგნა ნახე.
მერი იქნება თამაში. დამიძახე, კაი? იქნება ახლა ვიღაცა ველური მართლა წავა და ბოსელში მშობიარავდა, ბებიაჩებიო და არ წავალ ექიმთანე, მაგენთან კი, მაგრამ ხომ არა, რამდენია გარდაცვლილი 100,000 ხალია მსოფლიოში. თელ სოფლიოში. ხო. ნუ იმიტომ რომ ახლა დაითვალე შენ ავღანეთები და ისინი სადაც ვაფშე უდაბნოში დარბიანი, ხალი ადამიანად არ ითვლება. კი. შენ ხო არ გითხრა ცივილიზებულ ნაწილშია? აი მე ცოტა მივიყინე. საბა რამდენი წლის ხარ? 15-ის. რა ლამაზია ეს. რამე პრეს-რელიზი გვაქვს ამ თემასთან დაკავშირებით? საბა სწავლობს არ მე მაგკუთხით. შენ აქ თუ გნახავ შენი გადაცემის ჩაწერაზე ან ჩვენის? ხო. სად? ეს ახლა დიზაინი და ამბავი. შენით აკეთებ? გაქვს ბევრი რაღაცა. მინდა რომ პატარა გამოკითხო რომ წინასწარ ვიცოდი რაღაცა. ბიჭ დალევით არც ერთი ასვამ და სხვა გულაობის ფორმები არა, მაგრამ რაცხა გამოგვიარეთ სახში. ან ჩვენ გამოგივლით თუ გეცლებათ. თქვენ გამოგვიარეთ თუ გეთესია. მეტი ადგილი. აუ მეორეც კაია, შემოიყვანე. ეზოში. ეს ყოველდღიურობა ისეთია. აი მე რა ლამაზია. შვილი ხო პიძა მომიკვდა ახლა. გუშინ ჩამევედი პანაშენზე. ტურში ვიყავ პირველ ტურში ცოტა. შემოდით. ხო და მოცოფო წამო. ხო და გაგაბრუნებთ რეჟისორი კაცმანის სიკა გადასა. საბოლოოჯი. შერლოკ ჰოლმსი და და საბოლოო ჯამში გუში რომ მივედი აღმოჩნდა რომ წელიწად ნახევარი არ მინახე არც ერთ ოჯახის წევრი. ბიზა არ მინახე წელიწად ნახევარი და ისე წევიდა რომ აწი 50 წელიწადში ვნახავ. მე რა? ხო და მაგას ვიზახე. მიდი მომზადებული გაქვს მაინც. დარეთოთ იყო შეს პრომა მიიღეთ. და ბიბიმისისა ტალიაში მოკლედ ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას. ერთი ჟანრიდან მეორე ჟანრში, მეორე ჟანრიდან მესამეში და ეხლა ერთ-ერთ საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ. ეს არის მოდა, რა თქმა უნდა და დღევანდელი საუბრის თემა უფრო გაცილებით ღრმა გვინდა რომ ჩვენ იყოს, ვიდრე ეს ჩასაცმელი ქსოვილები ან ბოლო ტრენდებია. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, როგორ იქცევა მოდა თვით გამოხატვის ენად, რომელიც ხშირად ხმამაღლა ამბობს იმას, რაც გულში გვიდევს. თითოეულ ჩაცმულობაში შეიძლება იმალებოდეს პროტესტი, რწმენა, ხასიათი, ან უბრალოდ სურვილი, იყო ისეთი, როგორიც ხარ, ყოველგვარი განმარტებების გარეშე. მოდა შეიძლება იყოს ფარი, ან ხიდი, ან სიყვარულის ფორმაც კი. ეს არის ინდივიდუალური სფერო და ამიტომ მოდას აყოლილი, ტენდენციებს აყოლილი ჩვენ ხშირად გვსმენია ესეთი ფრაზები, მაგრამ თვით მოდაც კი არის ინდივიდუალური ჟანრი და დიზაინერები იქნება თუ მომხმარებელი ყოველთვის აი ამ ზღვარს, ამ ბალანსს აუცილებლად ვითვალისწინებთ ხოლმე. აი ამ თემასთან დაკავშირებით მინდა სტუდიაში მოვიწვიოთ საბა კირკიტაძე, ჩვენი სტუმარი, მხატვარი, დიზაინერი. მოგესალმებით საბა, ესეთი ახალგაზრდა დიზაინერი, პირველად კონცერტში ხო? სოფო, პაატა. კი ბატონო და მე საბასთან ახლა მოგიყვებით ჩემი ისტორია, რომელიც ძალიან მიყვარს გარკვეული წლის წინ, დაახლოებით ალბათ 5 წლის წინ შეიძლება ითქვას. ვიმუშავეთ მე და საბამ სიუჟეტზე, მაშინ საბა რა თქმა უნდა 10 წლის იყო ალბათ. ხო, უფრო პატარა იყო და მაშინვე მივხვდი რომ ამბავს აქვს ძალიან დიდი წარმატების შანსი და მე მგონი ახლა გადის სწორედ იმ ეტაპებს უკვე როცა უახლოვდება თავის ოცნებას და თავის ფიქრებს და თავის მიზნებს. თან როგორც ვიცი, საბას ქონდა გამოფენა სამხატვრო სკოლაში თუ არ ვცდები და მე მინდა ის რომ ახლა მე ვიცი საბას შესახებ ისტორია, ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩემს გარდა კიდე შეიძლება რომ ბევრმა იცოდეს, ამიტომ მინდა რომ თავიდან მოყვეს როგორ გახდა მისთვის მოდა ერთ-ერთი მთავარი მიზანი და როდის დაიწყო. არაჩვეულებრივად ხატავს ასევე. საბა ჩვენ შეგვიძლია მე რომ ნახოთ გადაფარვაში. ხო, მოგვიყევით, როგორ დაიწყე ეს ყველაფერი?
რაც თავი მახსოვს, სულ ხატავდი. ოდნავი პაუზა, ან გაჩერება არასდროს არ მქონია. აი ეს ზუსტად საიდან დაიწყო, არ ვიცი, არ მახსოვს. სულ ფანქარი მეჭრა ხელში, სულ ხატავდი, მაგრამ სანამ უშუალოდ აი პროფესიად არასდროს არ მივიჩნევდი ამ ხატვას და უფრო გადაცების სახელი ქონდა. მაგრამ შემდეგ, როდესაც უკვე შევედი ხატვის სკოლაში, იქ უკვე ანკესზე წამომაგეს და გავიცანი ჩემი მასწავლებელი დიანა თალაკვაძე. ის თვითონაც დიზაინერია და მისი დიდი წვლილია ამ ყველაფერში, მან მიბიც გამისკენ და დღესაც ასე ეხლა რამდენი წლის ხარ საბა? 15-ის. 15 წლის ასაკში საბამ უკვე იცის დარწმუნებით, რომ მას სურს იყოს დიზაინერი წლების შემდეგაც? კი. აუცილებლად, იმიტომ რომ ამ საქმეში დავინახე, რომ რაც მინდოდა და სწორედ ის საქმე, რომელსაც ყოველ გავაკეთებ, სწორედ ესაა. ანუ ხატავ არა მარტო ესკიზებს ალბათ, რომელი ჟანრი გიყვარს ხატვის დროს? ნატურმორტი იქნება, პეიზაჟი იქნება, ნიუ იქნება? პირველ რიგში აი პორტრეტებს ვერ ვხატავ, პორტრეტების ხატვა არ შემიძლია და ყველანაირ ნახატს დავხატავ გარდა მინიმალიზმისა. აი მინიმალიზმის საშინლად არ მიყვარს არც ხატრობაში და არც ესკიზებში და არც დაზიანების დიზაინში, ამიტომ მინიმალიზმის გარდა ყველანაირ ნახატებს ვხატავ. გასაგებია, ეხლა რა არის მოდაში? ნუ ქალბატონების იმას ვხატებთ ეხლა ჩვენ პატარა ესკიზებს, ესე გამოკვეთილი თავის კოსტუმებით. რა არის მოდაში? აი ეხლა 2025 წელს შენი თვალთახედვით, ყველა დიზაინერსო თავისი ხაზი აქვს. აი მაგალითად, რომელი ფერია აქტუალური? ჩემი აზრით, ახლა თან ზაფხულის სეზონი მოდის, აუცილებლად აქტუალური იქნება მწვანე ფერი. აი მე მიყვარს მწვანეფერი. აი მწვანე, სოფო შეგიძლია აჩვენო კამერაში? კი ბატონო, თან არაჩვეულებრივი სამოსი არის და თან მე უნდა აღვნიშნო, რომ მაშინ როცა მე და საბა სიუჟეტზე მუშაობდით საბამ, უბრალოდ უთხარი, მოდი ახლა შემომხედე მეთქი, ჩემი ვიზუალური და გამომდინარე მეთქი და შემიქმენი მეთქი ესკიზი, თქო, რომელსაც აუცილებლად შევიკერავ მეთქი და არაჩვეულებრივი ესკიზი შევიქნო, მაგრამ რა ვიცი, არც ქორწილი, არც დამატების ხია, ჯერჯერობით რომ შევიკერო და ტელევიზიასაც შეუძლია შეგიკეროს. იცი რა არის, საბა მოდაში რა არის ეს ერთი არის ის რასაც გვთავაზობენ შემდეგ ამას ავიტაცებთ ხოლმე და რაღაცა მოგწოს არ მოგწოს ხოლმე ხშირად ვიცმევთ ხოლმე ხო იმიტომ რომ აუყვეთ რაღაცა გარკვეულ ტენდენციებს მაგრამ აი შენთვის შენი პირადი მოდა როგორია ის თუნდაც ეს კაბა იქნება თუ რაც არ უნდა იყოს ანუ შენ ხო შენი ხედვა გაქვს შენი ინდივიდუალური ხედვა გაქვს რა თქმა უნდა აი როგორი არის შენი მოდა და არა ის რაც ტრენდულია მაგალითად პირველ რიგში არის კლასიკური, მაქსიმალურად კლასიკური და ესეთი, რომ ძალიან კარგად გამოხატავს ადამიანის ფორმას და ძალიან გადატვირთული. და სწორედ აი ეს არ მიყვარს მინიმალიზმი წაღანას ვწვდი ახლა ვიტყვი, იმიტომ რომ აი მინიმალიზმი რაღაცნაირად ჩემი მე იკარგება. ამიტომ იმ გადატვირთული ის რაღაც მაქმანები იქნება თუ რაღაც ნაქარგები ვცდილობ რომ იმ ნაქარგებით სწორედ ის ჩემი ხედვა იქნება ადამიანის ტანი და ყველანაირი შეხედულებები უფრო უკეთ გამოვკვეთ. აი საინტერესოა, როდესაც აი ხა სოფო მახსენა რომ საბა პირველად რო გავიცანი წლების უკან რაღაც კაბა ესკიზი შემიქმნა, ითვალისწინებ თუ არა, მაგალითად აი ნუ მომხმარებელი ყავს ეხლა ამჟამად მაგალითად რჩევებს იღებენ კაბას რაღაცა ეს თავაზობ. მაშინ ამ კუთხით ვისაუბროთ. აი რჩევა თვითონ მომხმარებლისგან თავად მიგიღია, ერთობლივად დამსდარხართ მაგალითად შენი შეგითავაზებია, იმიტომ რომ შეიძლება მომხმარებელს მოეწონოს ვიზუალი, მაგრამ არ მოეწონოს გადატვირთული აი ეს აქსესუარები. ამ შემთხვევაში რა ვშვებით? ვთმობთ თუ არა სიყვარულს ჩვენი აი ესეთი მრავალფეროვნების სტილისტიკის? არა, იმიტომ რომ ხშირად როდესაც მოდიან, ვერ იაზრებენ იმ რაღაცა სადა კაბაში ძალიან ბევრ რაღაც შეიძლება დაკარგონ. აი მაგალითად ხშირად პატარა ძლები მეკითხებიან, რომ აი ძალიან სადა კაბა მინდა, ძალიან სადად მინდა ვიყო, მაგრამ როდესაც გადატვირთული იქნები და უფრო თვალსაჩინო იქნები შენივე დღეს, ანუ შენივე ქორწილში, ის უფრო დასამახსოვრებელი იქნება, ვიდრე უბრალოდ სადა კაბაში უბრალოდ დაიკარგები ქორწილში და ყოველთვის ვინც ჩემთან მოდის და ვისაც ახლო მომავალში აქვს ქორწილი, ვთავაზობ, რომ მაქსიმალურად გრანდიოზული იყოს, მაქსიმალურად აი გრანდიოზულია, ესე დიდი 4-5-6 მეტრიანი. არ იყოს, იყოს ტანში გამოყვანილი, მაგრამ იყოს მაქმანებიანი, იყოს ნახო. სვაროვსკის რაღაცა იქ მაქმანები. გიყვარს აი ეს ყელი რო აქვს მოღებული ხა ამ შემთხვევაში ვიზუალსაც ხო ვითვალისწინებთ. მე მიყვარს სტერეოტიპებს რო ამსხევენ ადამიანები, ჩემთვის ყველა ქალი ლამაზია, ალბათ ასევე შენთვისაც და ნუ შეიძლება რაღაც წარბიჭონა იყოს ან უფრო მეტად გამხდარ იყოს. ამ შემთხვევაში რა ხრიკებს მიმართავ?
პირველ რიგში ვითვალისწინებ თვითონ მათ მოთხოვნებს და იმის მიხედვით ვქნი მათ როგორიც უნდათ იმასთან მიახლოვებით, მაგრამ ჩემ ხელწერას მაინც ვტოვებ. ჩუმად ვტოვებ, მაგრამ მაინც ანუ ვითვალისწინებ მაინც. კი, მაგრამ ვცდილობ რომ მაინც ჩემი გავიტანო და ხანდახან ჩხუბიც კი მიდის მაგ თემაზე, მაგრამ აი ძალიან ჩხუბობთ მაგ მომენტში. მაგრამ ჩემი ხელწერა მაინც იმარჯვებს ბოლოს. საბა მე როგორც ძალიან შორს ყოფი მოდისგან სულ მაინტერესებს რა. როდესაც უყურებ ხანდახან ხა ხვდება ხო Facebook-ზე ან სადმე ტელევიზორში დაუშვათ დიზაინერების ეს გამოფენა რაც ანუ რა ქვია მაგის დეფილე როდესაც ხდება ბოლოში გამოდის დიზაინერი და დიზაინერს ხშირ შემთხვევაში გაცილებით უბრალოდ აცვია ვიდრე დაუშვათ ქმნის რაღაცებს. ეს რატო ანუ დაუშვათ შენ ქმნი იმისთვის რომ სხვამ ჩაიცვას და შენ დაუშვათ ხშირად არ არიან დაინტერესებული თვითონ ამ ჩაცმულობაში თუ რა ხდება იმიტომ რომ მაგალითად მე მუსიკოსი თავის სიმღერას ყოველთვის დიდი სიამოვნებით დაუკრავს ხოლმე და სხვამაც რომ დაუკრავს ამაზე ყაბულს არის მაგრამ დიზაინერს ხშირად აცვიათ ის რაც დაუშვათ არ აცვია მისივე მომხმარებლებს. ალბათ ეს იმიტომ ხდება ასე რომ ხალხს არ უნდათ რომ აჩვენონ მათი ხელწერა და არა თვითონ მათ თავიანთი თავი. უნდა აჩვენონ რა რისთვის იცვალეს, რა გააკეთეს ამდენი ხნის განმავლობაში და იმიტომ იცვამენ ასე ძალიან სადად და თან ამით ხაზს უსვამენ იმას რომ ეს აი ვიღაცის დასანახად არ აკეთებენ ეს აკეთებენ მათთვის, მათი და თვითონ თავიანთი თავს აჩენენ ამ ტანსაცმელებში და უკვე მათ თავიანთი ხელწერა თვითონაც გამოჩენილები არიან ამ ტანსაცმელში და რატო იცვალონ თავიანთ ჩაცმულობაზე. ხო, მათი სახელი უფრო არის. მე რაღაცა მგონია რომ ძალით გამოყავთ ხოლმე, აი თხოვნავედრევით, იმიტომ რომ თუ დააკვირდები ხოლმე ისე მოყავთ ხოლმე, რომ არც არიან მზად იმისთვის, რომ სცენაზე გამოვიდნენ. საბა, მე მაინტერესებს როგორი გეგმებოდა ეს აღნიშნული გამოფენა, რომელიც თუ არ ვცდებით 16 მაისი იყო. 17 მაისი იყო. როგორი გეგმებოდა, რა შედეგი მოგიტანა და შემდეგი შედი საომავლო გეგმა რა იქნება? პირველ რიგში გამოფენის ჩატარება როდესაც გადავწყვიტე, მქონდა ძალიან დიდი პროტესტი ჩემს თავთან. იმიტომ რომ როდესაც პირველი გამოფენა ჩატარდა, მე არაფერს არ ვაკეთებ. მე უბრალოდ ვიჯექი და ჩემი მშობლები და მასწავლებლები დარბოდნენ და შემდეგ მაგის გამო გამიჩნდა პროტესტი, რომ შენ საქმეზე რატო დარბიან სხვები? შენ გააკეთე, შენადექი, შენ მოაგვარე ის რაღაც ალაფურშეტი იქნება, ის დეკორაციები იქნება, მანეკენები იქნება და სწორედ ამიტომ მაქსიმალურად შევეცადი რომ არავინ არ ჩამერია ამ საქმეში, მარტო მომეკიდა ყველა აი ყველა პასუხისგებლობა სრულად აიღე. და უფრო გამოცდასავით მოუწყე ჩემს თავს და მართლა კარგად ჩაიარა ყველაფერმა, დიდი აჟიოტაჟი ჩატარდა ეს გამოფენა და აი მაქსიმალურად ყველა მოვარიდე ამ ყველაფერს, ჩემით გავაკეთე, ნუ კი მეხმარებოდნენ და მითითებებს მაძლევდნენ, მაგრამ ძირითადად მაინც ყველაფერი ჩემი გაკეთებული იყო და მართლა უდიდესი წარმატებით ჩაიარა ის რომ მაგალითად აფიშებზე და წერილებშიც ჩემი დიზაინი იყო ის რომ აი მაგალითად იყო დრეს კოდი და მოწვეულ სტუმრებს ეცვათ შავებში ეს ყველაფერი იყო ჩემი გაკეთებული. ვაუ, რატომ მაინც შავი? ალბათ იმიტომ რომ ხალხს მაინც უყვარს შავი ფერი. და ხალხი მაგრამ შეხშირად ხوار ითვალისწინებ მომხმარებლის აზრს. ამ შემთხვევაში გაითვალისწინებ. სხვათა შორის ამას აქვს უკან ცალკე ისტორია, იმიტომ რომ თავიდან გამოფენაში გათვალისწინებული მქონდა კრემისფერი დრეს კოდი. აი ეს ვიგძენი სხვათა შორის აი ამ კაპებს რომ შევხედე ახლა არ შეიძლება ახლა დიზაინერმა შექმნას ეს და უცებ შავი და აი ამიტომ კითხე და სწორადაც მიფიქრე ხედა და ანუ ეს რო ვთქვი რომ კრემისფერი მინდოდა რომ ცმოდას კომპლექსი ქონდა ხო და აი სწორედ ეგ მითხრეს რომ აი ხალხი არ არის ჩამცმელი კრემისფერის ხალხს უყვარს შავი ხალხი სხვანაირად ლამაზია შავში და მეც მაგიტო გადაწყვიტე რომ შავებში ცმოდათ ხალხს და სხვათა შორის აი თვალში ძალიან უცხოთ არ მომხდა რომ ყველა შავები ეცვა, იმიტომ რომ უკვე თვალი მიჩვეულია ხალხს რომ შავი აცვია. აი რატო უყვარს საბა შავი საქართველოში უმრავლესობა ქალბატონს და არა მარტო ქალბატონს, მამაკაცსაც. აი თუ გაქვს შენი შეხედულება ამ თემასთან დაკავშირებით, თუ გიფიქრია? აი პირველ რიგში ალბათ იმიტომ რომ ხალხს მაინც სხვანაირი ხედვა აქვს რაღაცებთან. ზოგს არ აინტერესებს, ზოგს აინტერესებს, მაგრამ მაინც შავისკენ იწევს. მარტივი გამოსავალი ხო არ არის? კი, აი რაღაცა ლაქა დაიმჩნევა, არ გამოჩნდება, რაღაცა დავისვრები და ხელს გადავისვამ აღარ გამოჩნდება, მაგიტომ, მაგრამ ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, აუცილებლად ფერს შევიტანდი ბათუმელ ხალხში უფრო. ხო, რაღაცა შავი, არა, მე კი ძალიან მიყვარს. არ გიცხოვრია აქტორი დამჯერე. უფრო კომფორტულად გრძნობ ხოლმე შავი, როდესაც შავი მიყვარს, რაღაცა უფრო მეტი თავდაჯერებულობა მაქვს ხოლმე, მაგრამ ასევე უნდა ვაღიარო, რომ არის რაღაცა გარკვეული კომპლექსები, რომლითაც მე ამ შავით ვიმარჯვებ.
ამართლებთ ხოლმე თავს. მაგალითად გამხდრები ვჭარ ვართ ხოლმე. კარგი, საბა, მე როგორც ვიცი და ფაქტია ეს ასე იქნება, შენი ძირითადი მიზანი არის ის, რომ გახდე ცნობილი დიზაინერი, მოთხოვნადი დიზაინერი და როგორ ფიქრობ, რამდენად მარტივი იქნება ან რა სირთულეებთან მოგიწევს შეჯახება, რომ საქართველოში დაიმკვიდრო თავი და გახდე ცნობილი დიზაინერი. პირველ რიგში იმას ვიტყვი, რომ მაინც ბიჭი ვარ და ბიჭისთვის ზოგადად დიზაინერობა ქართველი ხალხის თვალში ცოტა ძნელად დასანახია და წარმოსადგენითაც რთულია და პირველი ეგ გამიჭირდა ძალიან და ეხლა მგონია რომ მომავალშიც გამიჭირდება, იმიტომ რომ მაინც ბიჭი რომ ხარ სხვანაირი შეხედულება აქვს ხალხს შენზე და იქნება ასევე კონკურენციის დიდი, ესე თქვა, გამოწვევები, მაგრამ თუ ეს კარგი მხარეა ხა კონკურენცია კარგია. კონკურენცია კარგად გაშალაშია. მაგრამ აი დიდად არ მგონია რომ გამიჭირდეს, იმიტომ რომ გვერდში მყავს ესეთი ადამიანები, რომლებიც სულ გვერდში მიდგანან და აი სულ მომხნევებენ და არ მაქვს იმის შიშრო რაღაც მომენტში აი პაუზა მექნება ან გავჩერდები ან რაღაცა არ მეშინია ნამდვილად მაგის და უფრო მაინტერესებს და ინტერესით მივდივარ წინ. შვენიერი და იმედი მაქვს რომ შენი საქმიანობა ჯერ შენს ქვეყანას გამოადგება და ჯერ ჩვენთვის შექმნი არაერთ საინტერესო და ლამაზ სამოს და მე წახვალ ალბათ ქვეყნის ფარგლებს მიიღო როგორც ხდება ხოლმე მაგრამ ესეც კარგია იმიტომ რომ შემდეგ ისევ დაგვიბრუნდებიან წარმატებული დიზაინერები ძალიან დიდი მადლობა გისურვებ რომ ყველა შენი გეგმა და მიზანი აღსრულებოდეს ჩვენ ამის მოწმეები კი ბატონო, თქვენ შენი მომხმარებლებიც ვიქნებით, დარწმუნებული ვარ, არაერთ ლამაზ სამოს შეგვიქმნი. საბას მოწმეები. საბას მოწმეები. საბასაც ჩვენგან 3 კი. კი, 3 კი და დიდი მადლობა იმისთვის, რომ გესტუმრე, წარმატებას გისურვებთ და ამ პროცესში გამოყვებით ბოლო-ბოლო ტელევიზიისთვის არსებობს. ყოველი ადამიანის ნებისმიერი წარმატება ჩვენ გვაინტერესებს იმისთვის, რომ ერთმანეთს გაუზიაროთ და ერთმანეთის გაგიხარდეს. ყურადღებით გაგვირდებით. მადლობა. ესე იგი საბა გავაცილეთ რაღაცნაირად კარგი განწყობით შემოვრჩით ისევ და ასევე კარგი განწყობით უნდა გავაგრძელოთ გადაცემა საინტერესოა დღეს რითი გაგვართობს ან რას გვანახებს ახალს ქეთა ჩუთლაშვილი რომელიც მუშაობს რუბრიკაზე დაიმუხტე და ვნახოთ როგორ ეცდება რომ ჩვენი განწყობა კიდევ უფრო აამაღლოს და ასევე ჩვენი მაყურებლის რაღაცნაირად სულ ქეთას რაღაცა საინტერესო გამოწვევები აქვს ხოლმე და როგორც ჩემთან საუბარში აღნიშნა არის რაღაცა ისეთი რუბრიკაზე უმუშავია ისეთ საკითხებზე, რომელშიც ანუ პირველად იყოთ თავადაც და ვნახოთ ამჯერად რა სიახლე ექნება ქეთას. და რაც თავარია ქეთას თავგადასავლებში ერთ-ერთი არ უნდა იყოს ის, რომ მაგალითად დაიმუხტე პირდაპირ გაიგოს და დენსკვიტაში შეყოს. სხვას ყველაფერს მიესალმებით, მოდი გავერთოთ ქეთასთან ერთად. მოსვლამდე არ გაიქანოთ. ჩაარტყი. მამე! სასიამოვნოა გენაცვალე. სასიამოვნოა. ბოდიში ხელს გიშლით. მოდი შეიც. მოდი. ნუ ეჩხუბები. ნერვიულო. ეხლა იწყება, არ დავიწყება. დამეთანხმა. გამარჯობა. რუბრიკა დაიმუხტე დღეს კონტაქტურ ზოოპარკს ესტუმრება. აქ არიან ისეთი ცხოველები, რომლებიც შესაძლოა ბევრს ეშინებდეს. და მე ზუსტად იქ ვარ, სადაც ექსტრემია. გავიგოთ მაქვს თუ არა მათი შიში და თუ მაქვს ერთად გადავლახოთ. წავედით. ჩემი საფირმო დატრიალება? წავედით. რა სახის აქტივობებია ზოოტოპიაში? ჩვენთან ჩვეულებრივად მომხმარებელს შეუძლია შემოვიდეს, გაერთოს, ითამაშოს, ანუ საკვები მიაწოდოს ცხოველებს, აჭამოს, ასევე შესაძლებლობა გვაქვს, რომ დავაჭერინოთ ცხოველები, რეპტილიები ხელში. რამდენად არის დაცული უსაფრთხოება? უსაფრთხოების მხრივ ყოველ წელიწადს კომპლექსური აცრა უტარდება ცხოველებს, როგორც ცოფზე, ასევე კომპლექსურით. დაცული არიან ყოველ მხრივ ამ საკითხში. როგორ შეიძლება რომ აქ გავერთოთ?
შემოსვლისთანავე მომხმარებელს შეუძლია რომ შეიძინოს საკვები. ესეც ერთის მხრივ გართობა არის, იმიტომ რომ შეუძლია უშუალოდ შევიდეს, კონტაქტი ქონდეს ცხოველთან და აჭამოს. ძალიან ბევრი სივრცე გვაქვს, სადაც უშუალოდ შესაძლებლობა აქვს რომ მომხმარებელი შევიდეს, ეკონტაქტოს ცხოველს. ისინიც იმდენად აქტიურები არიან, რომ შემოდიხართ, ძალიან დადებით ემოციას ღებულობთ. როგორ გამოარჩევდით ზონებს? ავითარებს თუ არა თითოეული მათგანი კონკრეტულ უნარებს? შეგვიძლია ისეთი ცხოველების და რეპტილიებით ვნახოთ, რაც შეიძლება მხოლოდ ტელევიზორში ან ფოტოებში გქონდეთ ნანახი. ცნობიერება ეზრდება, უშუალოდ თვალით ხედავს ბავშვი, რა არის, რომელი ცხოველია, როგორც ბავშვი, ასევე მოზარდებით. რა უნდა გაითვალისწინოს ვიზიტორმა ზოოტოპიაში შემოსვლის დროს? პირველი აუცილებელი გაფრთხილება რაც არის ის, რომ ცხოველებთან უნდა ვიყოთ აუცილებლად ფრთხილად. არ შეიძლება მათი ხელში აყვანა. რისი დაჭერაც შესაძლებელია, კონსულტანტი გვეხმარება და ვაჭერინებთ მომხმარებელს. სიფრთხილე მოფერების დროს მაქსიმალურად ფრთხილად ვცდილობთ, რომ ხელში არ ავიყვანოთ, არ მოუჭიროთ ხელი. რა რჩევას მისცემთ იმ სტუმრებს, ვინც ჯერ არ ყოფილა ზოოტოპიაში? თუ სურთ, რომ ის მთელი დღის დაღრილობა მოიხსნა, შეუძლიათ მოვიდან ჩვენ ველოდებით. როგორ ეხმარებით სტუმრებს შიშის გადალახვაში? ძალიან ბევრი მომხმარებელი გვყავს, სხვათა შორის, რომლებსაც აქვთ ესეთი ერთგვარი ფობია სხვადასხვა ცხოველების მიმართ. უმეტეს შემთხვევაში არის გარეულ ცხოველებზე და პლუს რეპტილიებზე. ვისაც უნდა რომ ეს ფობია დაძლოს, ჩვენთან შეუძლია მოვიდეს და ხელში დავაჭერინოთ. ამას თქვენც გამოცდით. წავედით ერთად დავძლიოთ შიში. მე ეს დილით მე მგავს ესეთი ვარცხილობა მაქვს ზუსტად. რა არის გოგო, რას გავხარ? სალონში მყავს ჩაწერილი დღეს. გამარჯობა. რა არის გოგო, როგორ მოსუქებულ ხარ? ხოდა მოგიყვეხა ჭორები, მოკლედ. ხოდა სულ ეს იყო გოგო. რა სიტყვი? რთულია ხო? რთულია. რა ძილის გუდა არა, ვერ გავაღვიძე. კარგია ესეთი ცხოვრება რა. უხშემაიმუნო. 1 2 3 4 5 6 7 ერთი შვილი მაკლია. აი ეს რა უჭმელი მყავს. შენ ბიჭი ხარ გოგოს დავუთმოთ. აბა ეხა ვინც იტყვის ქეთას იმას ვაჭმევ. ქეთა თქვი? ქეთა. აჰა შენ მოგიწია. თქვენ საიდან ხართ მეგობარო? მივესალმოთ მაყურებელს, მივესალმოთ. ეხა იწყება ყველაზე საშიში მომენტი. კარგი ქეთი, არ ნერვიულო? ძლიერი ხარ. დუდუდუდუ. ვაიმე, ჩემი ტყუპის ცალი ვიპოვე. ამას მართლა პირველად ვაკეთებ. ფოტო გადაგვიღეთ. აი, ეს არის შენი მეგობარი, დიდი გველი. ეს კამელეონი არ ვიცი, მაგრამ მე კი ვიცვლი ფერს. სახელი მოვუფიქრე, მე ხო ვარ ქეთა. ეს არის ქეთათო. ხოდა რას მეუბნებოდი? საზიზღარი. ხო მეც მაგას არ ვამბობდი. ვინ უფრო ლამაზია, მე თუ გველი? ორივე ერთი ვართ. არა, არ ნერვიულობ რა სისულელეა. აი ესეთი იყო დღევანდელი დაიმუხტე. დამიწერეთ კომენტარებში თქვენ თუ შეძლებდით გველის შეხებას. თუ არა რას ელოდებით, როა ჩაერთოთ პატარა თავგადასავალში. ესე იგი ქეთამ როგორც მივხვდი, ქვეწარმავლის ფობიაც დაძლია, ხო? ერთად გასრიალდნენ მე სოროში. მე ვფიქრობ, რომ გაბრაზებული კურდღელი გაცილებით უფრო უარესი იქნება ვიდრე გველი, იმიტომ რომ გველს მაინც თავიდანვე გეშინია გველის, გენეტიკურად და იმიტომ რომ ჩვენს წინაპარ მაიმუნებს ეშინოდათ გველების და. მადლობა ქეთას კიდევ ერთხელ რომ შეგვახსენა, რომ ბათუმში არსებობს სივრცე, სადაც შეუძლია მშობლებს მიიყვანონ ბავშვები და ათამაშონ ცხოველებთან, იმიტომ რომ ბავშვებისა და ცხოველების ურთიერთკავშირი არის ძალიან მნიშვნელოვანი მათი განვითარებისთვის. მაგრამ ჩემტოლებს და უფროსებს შევახსენებ, მთელი ჩვენი ბავშვობა, აი ესე რა თქმა უნდა, ყოფილი სივრცეები არ იყო, მაგრამ გაიხსენეთ, როდესაც პიონერთა პარკი არსებობდა, ასეთი იქ ვიდიოდით კურდღლების ძალიან დიდი ისეთ გამოფენა იყო ბჭყალებში, კალიებში და ხედქავდით იქვე გაზრდილი ბალახის ჭმევით ამ საწყალ კურდღლებს. ხო და მოკლედ ძალიან კარგია, ანუ ბუნება არ უნდა დავკარგოთ ადამიანებმა, იმიტომ ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვობაში გამოძიება ხო არ გიყვარდა თან რაღაცაზე დაფიქრება კიდე?
ცხოველებზე? შენ ნელა დედუქციისკენ მიიწევ, ხო? კი, მოდით გავაგრძელოთ მაგ თემაზე საუბრით. მოკლედ, კაცობრიობას ალბათ რაც დასაბამიდან პრინციპში კონტროლის მექანიზმები, როდესაც იქნებოდა დასახლებებს და სახელმწიფოებისთვის სადღაც ჩნდებოდა ასეთი პროფესია, რომელიც დაუშვათ განაგებდა უსაფრთხოებას იმ კონკრეტულ ტერიტორიებზე. და რა თქმა უნდა, ამ უსაფრთხოების წარმომადგენლებში ეს იქნებოდა პოლიცია თუ ჯარი, არსებობდა განსაკუთრებულად, ასე ვთქვათ, გამორჩეული ადამიანები, ვისი თანმიმდევრული აზროვნების შედეგად ძალიან ბევრი დანაშაული არჩებოდა დაუსჯელი. და ამ ადამიანებმა ნელ-ნელა განავითარეს ეს პროფესია იქამდე მოიყვანეს დღემდე, რომ არსებობს სპეციალური დაუშვათ ორგანოები, სადაც ადამიანები ერთის მხრივ თვითონ აბსოლუტურად სხვადასხვა მონაცემების გარეშე 1-2 რაღაც ასე ვთქვათ სიმპტომით ადგენენ მთელ დაუშვათ ამ დანაშაულს სურათს და ხდება გამოძიება ამის და იმედი გვაქვს ხოლმე რომ სამართალი საბოლოოდ ჭამს პურს ეს ფრაზა ალბათ ძალიან ძველია და იცით. საუბარი ამ შემთხვევაში არის შერლოკ ჰოლმსზე, რომელიც გამოგონილი პერსონაჟია, რა თქმა უნდა, მაგრამ მის მიერ კიდევ უნდა აღვნიშნოთ პრინციპში გავიდეთ ცოტა გვერდზე, ზოგადად მხატვრულმა ლიტერატურამ კაცობრიობის განვითარებაზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჯამში. და ამ შემთხვევაში არც სერ არტურ კონან დოილი იყო, ასე ვთქვათ, რაღაც უკანა რიგებში, მან შექმნა შერლოკ ჰოლმსი, რომელმაც თავისი დედუქციის მეთოდი გაარცელა მთელ სოფლიოში და ჯამში მივიღეთ ის, რომ დაუშვათ გამომძიებლის პროფესია ასე თუ ისე არსებობდა, მაგრამ კაცობრიობაში ასე მასიურად მოედო ამ დეტექტივების შემქმნელების შემდეგ, როდესაც ყველა დაინტერესდა თუ როგორ შეიძლება შერლოკი ხარან მოგინდა ახლა შერლოკი აზროვნებით მოკლედ აწერ პუნქტიდან ბ პუნქტამდე ისე მისულიყავი, რომ თითქოს და არანაირი მართლა მასალა არ ქონდა ამ შედეგის დადგომის, მაგრამ აი ხო ის საოცრებაა 1-2 ადამიანი იყო ისეთი, ვინც საბოლოო გამოიცნობდა რაღაცას. მოკლედ და ეს გონებისთვის ეს ლოგიკური აზროვნება, მე ხარ რომ წამიკითხავს ბავშვობაში და რაღაცა, მე სულ რჩება ხოლმე აი ეს რატო არის ეს და ან ვითარებს გონებას ეს გამოძიების პროცესიც და პატარა რო იყო ძალიან მიყვარდა ეგ პროცესი. ანუ შენგან კარგი დეტექტივი გამოვიდოდა. სხვათა შორის კი, ოღონდ არ გავყევი მაგ პროფესიას. მისის მარკლ მობრძანდით ბატონო ირაკლი, ჩვენი სტუმარია ირაკლი ბაკურიძე, ჩვენი კოლეგა, მეგობარი და სიგნების გამომცემელი და რა თქმა უნდა შერლოკ ჰოლმსზე როცა ვლაპარაკობდა ზოგადად ლიტერატურაზე, ირაკლისთან მარის რო არ დაუძახოთ მეუღლეს, აბა ვის უნდა ველაპარაკოთ. მადლობა. რა თქმა უნდა არსებობს სხვა ადამიანებიც, მაგრამ ჩვენ ეგოისტები ვარ და მარტო კოლეგებს ვიცავთ ეთერში. ერთხელ ორივე ერთად ვერ მოვიყვანე, ცალ-ცალკე მოდიან. სამეგრელო ჩვენ მე სტუმრები. ერიდებათ მოსვლა ეთყობა და აუცილებლად გადავალახოთ. ირაკლი რა გავლენა იქონია ის, ვისაც არ აქვს ხოლმე ნანახი, დაუშვათ ჩვენი საუბარი სხვადასხვა წიგნებზე, ჩვენი გადაცემაში და არა მარტო. რა გავლენა იქონია ზოგადად დეტექტივის გაჩენამ როგორც ლიტერატურულმა ჟანრმა რეალურ ცხოვრებას? მოკლედ, აი ცოტა შევდიან რა მე თუ გახსოვთ ჩარშანაც ვიყავი ამავე თემაზე და კი, ჩვენთვის ძალიან ხო, თემაა. აი, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო თემა, არა მარტო ჩვენთვის, მაგრამ ყველასთვის საინტერესო თემაა, იმიტომ რომ სამაგერო ტოლკინზე მარი ვყავდა. ხო. არა, ანუ მე ამას ვიტყვია რომ რაღაცა პირიქით სამაყოა ჩემთვის. ერთად გვინდაო და ერთად თუ არ მოდიხარ ცალ-ცალკე მაინც გიწევთ. მოკლედ, ეს დეტექტივები, როგორც ასეთი უძველესი ტექსტებიდან გვაქვს, უბრალოდ მათ დეტექტივები არ ერქვათ, მაგრამ გვაქვს ლიტერატურაში უამრავი ყავს პერსონაჟი, რომლებიც იძიებენ საქმეებს. ეს არის ჩვეული მოვლენა, ჰაგიოგრაფიაში შეიძლება შეხვდეთ რაღაცა გამოძიებ ხო, რომ ხშირად არასწორი გზით მიდიან, მაგრამ ხომ იძიებენ, არა? და არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ამ საქმით არიან დაკავებულები, მაგრამ როგორც წესი, როგორც ითვლება, პირველი დეტექტივი მხატვრულ ლიტერატურაში შემოიყვანა ედგარ ალან პომ. ხომ? თუმცა სანამ ეს კვლევა მორგის ქუჩაზე მორგის ქუჩაზე კი დიუპენი შემოიყვანა პომ, მაგრამ პო არ ყოფილა მთლიანად ნოვატორი, ძალიან მიყვარს პო, მაგრამ დაესესხავის პირველ რიგში ალბათ ჩემთვის ყველაზე საყვარელი პერსონაჟი ამ ჟანრში არის ეჟენ ვიდოკი. ადამიანი მე-18 საუკუნეში დაბადებული და ნუ მე-19 საკმაოდ 1857-ში გარდაიცვალა, კაი 80 გადატანებული იყო უკვე. ეჟენ ვიდოკი, რომელიც იყო მთელი თავის ცხოვრებით იყო დამნაშავე. თუ სწორად მაქვს დათვლილი, დაახლოებით 20 ციხიდანაა გაქცეული. ნუ ზოგადად ყველა ციხე არ იყო საპყრობილე, კამერა, ციხე. სიმბილის ყვარებია. ხო, იმიტომ რომ სასტიკი დამნაშავე იყო. თან ისეთი ვიღაც მაიმუნი არ ყოფილა რა. შევალიეშვილი ყავდა ცოლად. ესეც კი მის
პლუსებში ითვლება მოკლედ. ბიჭი, რომელიც ბავშვობაში ზარეული ყავდა მამა, უფრო ცხობელ მამას გაუტეხა სალარო, მოიპარა ფული და წავიდა დიდი ქალაქების დასაპყრობად. და მალევე დაიჭირეს, მერე ბანდები ჩამოაყალიბა, მოკლედ უამრავი დანაშაულის ჩამდენი, რომელსაც ბელგიაში ჩავიდოდა, იქ იჭერდნენ, ნიდერლანდებში ჩავიდოდა, ყველგან იჭერდნენ, იმიტომ რომ სულ დანაშაულის სახელი ჰქონდა ყველგან და საბოლოოდ, როდესაც პარიზში დაბრუნდა, მაგრამ მისი ადამიანები, რომლებიც მასთან ერთად დანაშაულებში ჩადიოდნენ, ემუქრებოდნენ ჩაშვებით. ამიტომ თვითონ გადაწყვიტა მისულიყო პარიზის პოლიციაში და შეეთავაზებინა, რომ ჩაუდგებოდა სათავეში გუნდს, რომელიც გამოძიებაზე იმუშავებდა, რადგან თვლიდა, რომ დანაშაულის გამოძიება ყველაზე კარგად შეუძლია ადამიანს, რომელიც თვითონაც დამნაშავის ფსიქოლოგიით სარგებლობს. ეს ძალიან სწორია. შიგნიდან იცნობდა, ასე ვთქვათ, წარმოიდგინეთ, ეს როდის ხდება 1790-იანი წლების ბოლოს რევოლუცია ახალმომხდარია პარიზი, ხო იცი საფრანგეთი მთლიანად არ ვიცი, ცეცხლშია გახვეული, იმიტომ რომ უამრავი დანაშაული ხდება. დანაშაულებსაც საკმაოდ კი, უამრავ, ხო, ანუ იმდენად დიდი გავლენები ჰქონდა, რომ კონკრეტული ადამიანები გადაურჩენია გილოტინისგან თურმე. მოკლედ, ვიდოკი რატომ ვახსენე? ვიდოკს ეკუთვნის, მოკლედ, ტრასოლოგია ფაქტობრივად ვიდოკის გამოგონილია. ასევე ბალისტიკური ექსპერტიზა, ანუ ტყვის მიხედვით, ტრაექტორიები და ასე გილზის მიხედვით იცით ხო, ანუ ბალისტიკა რაცაა. მიმართულება მარცხენა ხელი ქონდა, მარცხენა ხელი. საიდან ისროლა, რა დახრით ისროლა, ყველაფერი ეს დღეს უკვე მთლიანად კრიმინალისტიკა ამაზე დგას, ხო? იმიტომ რომ მე მეგობრები მყავს აი იგივე სამხარაულის ექსპერტიზაში და მოკლედ ბალისტიკა და ტრასოლოგია არის მთავარი სისხლის სამართლის დანაშაულში, რომელიც ცეცხლსროლი იარაღით ხდება. ეს არის ანი და ჰოე ამის. ასევე ვიდოქს ეკუთვნის კვალის, დამნაშავის ნაკვალევის თაბაშირით ამოყვანის პირველი მცდელობები, რაც ასევე გამაოგნებელი ამბავია იმ დროისთვის. ხომ წარმოგიდგენთ, დაქტილოსკოპია უკვე მე-20 საუკუნის პირმშოა, ლომბროზომ გამოიგონა უკვე მე-20 საუკუნის დასაწყისში, მაგრამ მანამდე ეს რაც ხდებოდა, ყველაფერი ფაქტობრივად ვიდოკისაა გაკეთებული ამ დამნაშავის. ერთმა კაცმა გადაარჩინა მექალთანე ისეთი ლოთი მრუში, აი ყველანაირად ცუდი ტიპი, რომელიც საბოლოოდ ჩადგა ქვეყნის სამსახურში და რომელიც იქცა მართლა ლეგენდარულ გამომძიებლად და საბოლოოდ მან ასე ქვია ლიტერატურული ნეგრის მეშვეობით დაწერა ავტობიოგრაფიურ ან ეს ლიტერატურული ზანგი არის ლიტერატურული ტერმინია მოკლედ რაღაც ესეთი არ არის არ ვახსენოთ ხო და დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი, სადაც ბევრი რამ მოყვა თავისი მეთოდე ცხოვრების და მეთოდების შესახებ და პო უკვე მორგის ქუჩაზე იყენებს ვიდოქს ახსენებს. და აქედან ხვდებით, რომ მისი დიუპენი გამომძიებელი არ არის რაღაც ჰაერიდან მოსული, ანუ ყავს მას უკვე პროტოტიპი. თან პო ინტელექტუალია, შესაბამისად მიმდინარე პროცესებს ძალიან კარგად იცის და ვიდოკიც იცის, რომ არსებობს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ვიდოქს შემდგომ იყენებს მე-19 საუკუნის უამრავი მწერალი, აი დრაკულაშიც ხვდებით და ანუ უამრავ სხვა წიგნში ხვდებით. და ვიდრე მანამ სანამ არტურ კონან დოილი გამოჩნდებოდა ეს დეტექტივის პერსონაჟი იყო ძალიან სქემატური. ანუ ყველა დეტექტივი ლიტერატურული პერსონაჟი უნდა ყოფილიყო ერთნაირი თვისებებით, ერთნაირი გამოძიების მეთოდებით და აი ყველაფერი რაღაც ჩარჩოში მოქცეული, იმიტომ რომ ეს ვიქტორიანული ეპოქაა, სადაც ძალიან მკაცრადაა განსაზღვრული ყველა წესი და დეტექტივი როგორი უნდა იყოს, ესეც ამასაც ყველა მწერალი ემორჩილება. და უცებ შემოდის შერლოკ ჰოლმსი, არტურ კონან დოილის პერსონაჟი, რომელიც მთლიანად აყიდავებს ამ სფეროს. ძალიან დიდი ხანი, 1 წლის განმავლობაში არ უბეჭდავდნენ ეს ცნობილა, ყველა მწერალს აქვს თითქმის იმ დროის, რომ აი არ უბეჭდავდნენ და მერე დაუბეჭდეს და მერე ოჰოჰო. და მართლა ოჰოჰო მოხდა, იმიტომ რომ პირველი ალისფერი კვალი რომ დაიბეჭდა, ჟურნალი რომელშიც დაიბეჭდა ალისფერი კვალი, 3 თვის შემდეგ 200,000-იანი ტირაჟიდან 500,000 ტირაჟით იყიდებოდა. უკვე იმდენად დიდი პოპულარობა და არტურ კონან დოილი 50 ფუნტს ღებულობდა ჰონორარს. ეს უზარმაზარი თანხა იმ პერიოდში. ეს არის, ანუ ხარჯველობითი სქემა რომ შევადგინოთ, დღეს დაახლოებით აი საქართველოში 25,000 ლარს რომ ღებულობდე თითო რაღაცა მეც, იმიტომ რომ დღეს
ხო, ძალიან არ ვიცი, სუპერ პოპულარული გახდა. იმ დონეზე პოპულარული წინ გაუსწრებ, რომ იცით ალბათ, როდესაც დაწერა არტურ კონან დოილმა ჰოლმსის უკანასკნელი საქმე და მოკლა თავისი პერსონაჟი, აჯანყდა. უმხედრდა სამყარო. დიდი ბრიტანეთი აჯანყდა მართლა. იმიტომ რომ როგორ გაბედე და მოგვიკალი. და ვინ იყო ეს შერლოკ ჰოლმსი? შერლოკ ჰოლმსი რეალურად არის, რასაც ჩვენ მასალებიდან ხვდებით, არის ჯოზეფ ბელი, პროფესორი ჯოზეფ ბელი, რომელიც კიდევ რა უნდა ვთქვათ, ეს პერსონაჟი არის მთლიანად შოტლანდიური წარმოშობის, ასე შეგვიძლია ვთქვათ, არ არის ინგლისური წარმოშობის, იმიტომ რომ წერალი, პროტოტიპი, ყველაფერი ხდება ინგლისში და შოტლანდიაში და ედინბურგში, ანუ ედინბურგელია უფრო. ეს ჯოზეფ ბელი, რომელიც იყო საოცრად განათლებული ადამიანი, პროფესიით ექიმი იყო, უფრო როგორც ხვდები, აი რაღაც ჩანაწერებიდან პათოლოგანატომი უფრო იყო, ვიდრე სხვა ქირურგი და პათოლოგანატომი, რომელიც აქცევდა რაღაც კონკრეტულ დეტალებს ყურადღებას და ეს ჯოზეფ ბელი გახდა პროტოტიპი საბოლოოდ, ვიცი ახლა ბევრს ვერ ვილაპარაკებ, აქ იმდენი დრო არ გვექნება, მაგრამ ჯოზეფ ბელი, რომლის ლექციებსაც უსმენდა არა მხოლოდ კონან დოილი, არამედ ჯეიმს მათიუ ბარი, ლუის სტივენსონი და პირველი მოთხრობა, როცა დაწერა კონან დოილმა და სტივენსონს გაუგზავნა, რომელიც ოკეანეთში იყო იმ დროს წასული, გაოცდა სტივენსონი ვის მაგონებსო და კონან დოილმა უპასუხა, ეს არისო ჯოზეფ ბელის და დიუპენის უკანონო შვილიო, ჩათვალებ, ანუ ორი კაცის უკანონო შვილი, რომელიც ორივეს გენს ატარებსო, იმიტომ რომ მართლაც აი ეს პროფესორი ბელი, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა იმ დროინდელ წელებზე, მისმა ლექციებმა, თურმე ლექციებზე მიდიოდნენ და აი თვალს ვერ ახამხამებდნენ, იმდენად საინტერესო იყო მისი მეთოდები პირველ რიგში. და შექმნა პერსონაჟი, რომელიც არის, არ ვიცი, აი ალბათ დღემდე, ისე რა, აი ახლა გადის კადრები, ხომ? და მე ყველაზე მეტად ვინც მახსოვს პერსონაჟს, რომლებიც უკვე ეკრანიზირებულები არიან, დომენიკ კემბერბაჩი და ლივანოვი, რომელიც მართლა საოცრად, ანუ საბჭოთა ლონდონშიც კი აღიარეს. კი, დედოფალმა მიიღო და დააჯილდოვა კიდეც და ანუ ძალიან დიდი პატივით, იმიტომ რომ მართლა კარგია, მაგრამ შერლოკ ჰოლმსის ვიზუალში უმრავლესობა დეტალებისა, აი თუნდაც ქუდი, რომელიც ამ წუთას ახურავს, აი რასაც ჩვენ ვხედავთ. ეს არ არის ის ქუდი, რომელიც შეიძლება ეტარებინა შერლოკ ჰოლმსი, იმიტომ რომ ასეთი ტიპის ქუდებს იმ დროს მხოლოდ სოფლელი გლეხები ატარებდნენ. და შერლოკი ახლა ეს ჯენტლმენი, რომელიც არ ვიცი, უაზროდ გამოწყებილია. ეხლა თანამედროვე ვერსიაც ალბათ ნახეთ, უკვე დაცრო ყავს შერლოკს. კი, ვიზუალები ვნახებ, ფილმების დიდად არ მიყვარს და ამიტომ ბევრს არ ვნახე და ძალიან დამაინტერესა სერიებია სხვათა შორის. ხო, კი, აი, მაგრამ ეს კამბერბაჩის არის ძალიან კარგი შესრულება და რას ამბობდი, მოკლედ, აი ეს დეტალები ამ ქუდს არ ატარებდა, როგორც ვთქვით, ლონდონელი იყო ეს, აი ძალიან გამოწყებილი ლონდონელი, იმდენად გამოწყებილი, რომ როდესაც ბასკერვილების ძაღლში გამოქვაბულში ცხოვრობენ ვატსონთან ერთად, ვატსონი აღნიშნავს, რომ ამდენი დღე გამოქვაბულში ვარ თუ ყოველ დილით როცა ვიღვიძებო, წვერი ბოლომდე გაპარსული აქვს, მე ხა მე ანუ გამოქვაბულშიც მოწესრიგებულია. წმინდად გადა ერთი ლაქა არა აქვს თეთრ პერანგზეო, წარმოიდგინეთ, გამოქვაბულში, ხო, რაღაც იმ დროს ალბათ არისტოკრატები და ჰაჰა სამხედროები იყვნენ ასე გამოწყებილები ძირითადად. კი, იმიტომ რომ მასაც ჰქონდა ეს წარსული, მოგეხსენება. ფლობს საბრძოლო ილეთებს ასე შემდეგ. იგივე ჩიბუხები, რომლებსაც ძალიან ხშირად გამოსახავენ ესე დახვეული ჩიბუხები. რეალურად, რასაც ხვდებით ჩვენ ლიტერატურაში შერლოკ ჰოლმსის შესახებ, ყველგან ეწევა ან სიგარეტს, აი იმ დროინდელი სიგარეტები, ხო იცით, აი დიდი პაპიროსებს, სიგარეტიც წერია კონკრეტულად პაპიროსებს. ძირითადად ამათ ეწევა. თუმცა ჩიბუხიც აქვს, მაგრამ აქვს უფრო არა ჩიბუხი, არამედ მუნჯტუკი, შეიძლება ითქვას. მის შესახებ ვიცით რა, ერთგან არის ნათქვამი, რომ ნაცრისფერია მისი თვალები, ასევე ვიცით, რომ თვითონ ამბობს, რომ ვარ 6 ფუტი, ანუ 183 სანტიმეტრი, იმიტომ რომ ის ყოფილიყო 4 ფუტი და 9 მეათედი, არ იტყოდა რომ 5 ფუტი ვარო. იმიტომ რომ რა თქმა უნდა სიზუსტე უყვარდა. ანუ ვიზუალიდან ვიცით, აი დაახლოებით
ესენი კიდევ ბევრი დეტალები ვიცით და ეს არის ადამიანი, რომელიც ძალიან თავისებურია. არის სახლის მოყვარული, გასვლა სახლიდან არ უყვარს ხშირად, ძირითადად ურჩევნია თუ საქმე არ აქვს, სახლის საერთოდ არ დატოვოს მის ოთახი, ქვეყნიდან გადის უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, საზღვარს ტოვებს, აი ერთხელ მაგალითად დატოვა საზღვარი, როდესაც საფრანგეთის პრეზიდენტმა საპატიო ლეგიონის ორდენი მიცა, მაგრამ 1 წლის შემდეგ, როცა უკვე სხვა საჩუქრებიც უნდა მიეღო, უარი თქვა ამის მიღებაზე და არ დატოვა, იმიტომ რომ ალბათ ფიქრობდა და იძიებდა რაღაცა მაქსიმალურად ცდილობს, რომ ასევე მის პიროვნებაზე რა შეგვიძლია თქვა, მსმელი არ არის. ბევრს არ სვამს, თუმცა სხვა ცუდ მავნეჩვევები აქვს, კი, იმიტომ რომ როგორც ხვდებით, აი ამას ყველაფერს რა თქმა უნდა დაკვირვება სჭირდება, რაღაც საბოლოოდ მე ვიცი რომ ყველას აქვს, ბევრს აქვს საკითხული, მაგრამ არის ბევრი რამდენიმე საკმაოდ ბევრი მოთხრობა შერლოკ ჰოლმსის შესახებ, რომელიც უმრავლესობას არ აქვს საკითხული, იმიტომ რომ არ იყო საბჭოთა დროს პირველ რიგში პოპულარული. თუმცა ახლა არის გამოცემული ქართულად და სრული, აი ძალიან დიდი წიგნია ყველაფერი შერლოკ ჰოლმსის შესახებ. და იქ ხედავთ რომ როდესაც ის ნარკოტიკებს მიეძალება, ეს ხდება იმ დროს, როდესაც მას არ აქვს საქმე გამოსაძიებელი. ძალიან მოწყენო, იმიტომ რომ აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქმე არის მისი ნარკოტიკი. კი ბატონო. მას არ ყავს შეყვარებული. ირენ ადლერი არის აი ესე ქალი, რომლის მიმართაც რაღაც სიმპათია უჩნდება, მაგრამ ქალებს ძალიან დიდ პატივს სცემს, ემსახურება, როდესაც მასთან ქალი მიდის. ჯენტლმენის კოდექსის კი, სათხოვნელად ყველაფერს უსრულებს ქალებს, აბსოლუტურად, მაგრამ ყოველთვის ამბობს, რომ მას არასდროს ყვარებია. არ ყოლია შეყვარებული და ის არის აი სრულყოფილი ბერბიჭა, რასაც ქვია, ასეთია და ამბობს, რომ მე რომ ცოლი მყოლოდა დარწმუნებული ვარ, რომ მას აუცილებლად მოწამეობრივად მოკლავდნენო და მე ვიცი შემდეგ იმ ყველს, რასაც უზამდი, სასამართლოს არ გადავცემდი, ჩემი ხელით მოუღებდი ბოლოს. ანუ სადღაც კრიმინალური აქვს მასაც. ხო, მაგრამ ანუ შეგვიძლია აქედან ისიც ვთქვათ, რომ აი კონან დოილი ძალიან ჭკვიანი იყო, ანუ ამით პერსონაჟი გვეუბნება, რომ შეიძლება კონდეს ეს მისწრაფება, შეიძლება კი რა თქმა უნდა აქვს, მაგრამ ის უფრთხილდება ადამიანს, რომელიც შეიძლება შემდგომში მისი ცოლი გახდეს, იმიტომ რომ ძალიან მაგარი თვისებაა. თავისი პირადი ეგო გვერდზე გადადო და გაუფკე. ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ეგ. კი, მოკლედ, საოცარი პერსონაჟია, საოცარი პიროვნება, რომელმაც თელ შემდგომ გამომძიებლებზე იქონია ძალიან დიდი გავლენა, ხო? აი, სიმენონი იქნება, აგათა კრისტი იქნება, ფრედ ვარგასი, ყველა ცდილობდა თავიდან დამსგავსებოდნენ შერლოკ ჰოლმს, ან მაქსიმალურად არ დამსგავსებოდნენ, რომ მეცდილობდი ბავშვობაში დამსგავსებოდნენ. წერლებზე ვაბობ, თორე რა წერლებზე ვიცი, მაგრამ ბავშვობაში ცხაი, ხელაზე გავლენა ქონდა, ვიხსენებდით ახლა ბავშვობას, რომ მშობლებიც კი რა შერლოკ ჰოლმსივით იქცევი, ესე იყო და მე მომწონდა რომ ეძახოდნენ ხოლმე. კი, ძალიან მოკლედ ირაკლისთან ჩვენ თემას ვერ ამოვწურავთ, იმდენად სიღრმისეულად იცის ყველა დეტალი და დავემშვიდობოთ, რადგან ხო, სამწუხაროდ, იმიტომ რომ ამაზე შეიძლება საათობით ლაპარაკი. ხო, მოკლედ არის პერსონაჟი, რომელიც იმდენად კარგად აღწერილი, რომ ცოცხა ლიგვგონია, ახლაც მიუხედავად იმისა, რომ ვიცით, რომ პერსონაჟია და ახლაც წერენ, ხო იცით, უამრავი წერილი იგზავნება Baker 221 B-ში, შერლოკ ჰოლმსის სახელზე. ადამიანები მთელი მსოფლიოდან წერენ, იმიტომ რომ ცოცხალია. ამას შეგვიძლია მე ეთერს აი ეს ალკე შეგვიძლია რომ ძალიან დიდი მადლობა ირაკლი, თქვენ კი გისურვებთ ძალიან ბევრ სხვადასხვა წიგნს, იმიტომ რომ წიგნიდან შეიძლება ძალიან ბევრი თავგადასავალი გამოიაროთ წიგნთან ერთად ისეთი, რომელიც შეიძლება რეალურ ცხოვრებაში არ შეხვდეთ. ასე რომ დაიწყეთ. ჩვენ კი რამდენიმე წამში დავუბრუნდებით. მოკლედ, დღეს ხუთშაბათია, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, იმიტომ რომ მაყურებლისთვის ჩვენ გვაქვს რამოდენიმე რუბრიკა ჩვენს გადაცემაში და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის ჩვენი კოლეგის სოფო შაიშველაშვილის რუბრიკა რჩევები მშობლებს, რომელიც ყოველ ხუთშაბათს არის ხოლმე და ძალიან მნიშვნელოვან თემაზე უნდა ისაუბროს სოფომ თავის სტუმართან ერთად, როგორც ყოველთვის, მაგრამ ამჟამად განსაკუთრებული თემაა არდა დეგები. მოკლედ, რამოდენიმე წამში დავბრუნდებით სოფოსთან ერთად.
მერი მოკლედ უღრმესი მადლობა არაჩვეულებრივი წარდგენისთვის. ხო, ახლა მე განსაკუთრებით მჭირდება ხოლმე მშობლების ყურადღება, იმიტომ რომ ჩემი რუბრიკა ძირითადად თქვენთვის არის ხოლმე მომართული და თქვენი შვილებისთვის და ჩვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე იმ სასარგებლო თემებზე, რომლებზეც უფრო ღრმად დაფიქრება გვჭირდება ხოლმე, ყურადღების გამახვილება გვჭირდება ხოლმე და ჩვენ შეძლების დაგვარად ვცდილობთ გირჩიოთ, რეკომენდაცია გავცეთ და შემდეგ ეს ყველაფერი თქვენ შულთან გადაიტანოთ თანაცხოვრებაში. ესე იგი, დღეს არის 22 მაისი და სულ რაღაც დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება სასკოლო პროცესი და ჩვენს შვილებს საკმაოდ დიდი დრო აქვთ იმისთვის, რომ დაისვენონ საკუთარ თავს დრო დაუთმონ. თუმცა ჩვენ ყოველთვის საუბრობთ ხოლმე, რა თქმა უნდა, ბავშვებს სჭირდებათ თავისუფალი დრო, რომელსაც თუნდაც არაფრისთვის გამოიყენებენ, მაგრამ ეს დრო არ უნდა იყოს ფუჭად დაკარგული. ამიტომ, როდესაც სასკოლო პროცესს ვასრულებთ ხოლმე, მშობლები უკვე მეორე დღესვე ვიწყებთ ხოლმე იმაზე ფიქრს, თუ რა შეიძლება მოვიფიქროთ, რითი შეიძლება დავაკავოთ ჩვენი შვილები, რომ მთელი ეს ზაფხულის პერიოდი იყოს შემეცნებითად დატვირთული ჩვენი შვილებისთვის, რომ არ მოდუნდნენ და შემდეგ მომზადებულები, როგორც ფსიქოლოგიურად, გონებრივად, ფიზიკურად შეხვდნენ ისევ ახალ სასწავლო წელს. მე ძალიან საინტერესო სტუმარი მყავს, ძალიან ბევრი ბავშვისთვის საყვარელი პედაგოგი შემოგვიერთდა, ლალი ანთიძე, ფილოსოფოსი და საკვირაო სკოლის ხელმძღვანელი, რომელთან ერთადაც გავაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს. მოგესალმებით დღემშვიდობისა, მადლობა რომ დრო დაგვითმეთ. პირველ რიგში მაინტერესებს რა მნიშვნელობის არის საზაფხულო სკოლა და რატომ სჭირდებათ ეს ბავშვებს და რატომ უნდა გადავწყვიტოთ მშობლებმა, რომ აი ეს მთელი ეს თითქმის სამთვიანი დასვენება შემეცნებითი გავხადოთ ბავშვებისთვის. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. აი ხა გისმენდით და ეს საზაფხულო სკოლები უნდა გითხრათ, რომ ბავშვებს არ ჭირდებათ. ეს ჭირდებათ მშობლებს. უფრო ხო? იმიტომ რომ მშობლებს არ ცალია, რომ ბავშვთან იყოს დღის განმავლობაში დაკავებულები არიან, მუშაობენ და ეძებენ ისეთ ადგილებს, სადაც ბავშვი იქნება დაცული, შემეცნებითაც განვითარდება. ანუ ფაქტობრივად ესე გამოდის, რომ ამ საზაფხულო სკოლებმა უნდა ჩაანაცვლოს მშობლის ფუნქცია. ანუ ეს არის სკოლის მიღმა, აქტივობები, სკოლის მიღმა, სივრცეები და ყველაფერი ის, რაც არ ხდება სკოლაში და რაც უნდა გააკეთოს მშობელმა. ანუ გამოდის, რომ ისევ ჩვენს კომფორტზე ვფიქრობთ და ვერ ვიაზრებთ, თუ რა მნიშვნელობის არის. ვიცით, არ არის მხოლოდ მას ახლა ეს ნეგატიურად არ უნდა იქნას ახმული, პირიქით მშობელი შრომობს და აკეთებს ის თქვათ, რისი გაკეთებაც მას არ შეუძლია, ანდობს ვიღაც ისეთ ადამიანებს, ვინც იმას გააკეთებს, რისი სურვილიც მას აქვს და ამიტომაც თვითონ ირჩევს, ხო, იმ სივრცეს, სადაც მისი შვილი უნდა იყოს განსხვავებით სკოლისაგან, იმიტომ რომ სკოლაში ფაქტობრივად მშობლებს კი შეუძლიათ აირჩიონ სივრცე, მაგრამ მშობელი ვერ ირჩევს ვერც პროგრამას და ვერც მისი შვილის განათლების მიმართულებას და აქ უკვე აბსოლუტურად მშობელი არის წამყვანი და წარმმართველი მოთხოვნაში, თუ რა დაკვეთაც აქვს, აი ხა მეც მაქვს თქვა საზაფხულო სკოლები, მაგრამ მე მთლიანად ორიენტირებული ვარ მშობლების დაკვეთაზე, ანუ რა უნდათ რომ გავაკეთოთ. ნუ ძირითადად ვურჩევ ხოლმე, რომ საფხულში ნაკლები იყოს შემეცნებითი აქტივობები, მაგრამ რა არის, იცით, ძალიან პირობითი არის შემეცნება და სწავლა, ხო? პირობითია იმდენად, რომ აი არ შეიძლება ადამიანმა რო არის წელს, აი სადაც სულ ამაზე მიწევს ხოლმე საუბარი, რომ ადამიანი შემეცნებითი არსება არის იმთავითვე. ანუ არ შეიძლება რომ ის არ სწავლობდეს, ყველგან სწავლობს. სწავლას აქვს თავისი პოზიტიური და ნეგატიური ფორმები. ხანდახან ბავშვი სწავლობს იმას, რა უნდა გააკეთოს, როგორ უნდა მოიქცეს, ხანდახან სწავლობს იმას, რა არ უნდა გააკეთოს, ხო? ამდენად ჩვენ სწავლის მდგომარეობაში ვართ, სულ და ეს მხოლოდ ბავშვი არ არის დასრულიც ასეა, ხო? ჩვენ რაღაც სკილებს ვიძენთ, რაღაცა უნარებს ვავითარებთ და ეს ხო, რა ვიცი, სიკვდილამდე პროცესია რა. ანუ აი ესე რომ ვთქვათ, რომ ცხეთაშორის ხშირად ვამბობ, რომ ესეთი ძალიან ეს არის სწავლის ძირიმწარი არის და ეს არის ძალიან დიდი ბლეფი, რომელიც დავით გურამიშვილმა შემოაგდო.
გავაგდო და რა თქვა. აი ესე იგი კენწეროში შეიძლება გატკბილდეს, მაგრამ საქმე ის არის, რომ კენწერო არა აქ ამ პროცესს. თუ მიხვალ კენწეროში ალბათ გატკბილდება, მაგრამ არც დამენახოს ადამიანი, რომელმაც ამ კენწეროს მიაღწია. ხო, ფაქტობრივად არ არსებობს. ამდენად ეს პროცესი არის უსასრულო. და ეს პროცესი არის, ამ პროცესის არც საზღვრები იცვლება და არც სიღრმეები იცვლება. მუდმივად შეგეძლია ყველა მიმართულებით განავითარო საკუთარი თავი. ოღონდ ეხლა ნახე, რითი განსხვავდება სასკოლო პროცესი იმისგან, როცა ბავშვებს ეწყებათ არდადეგები, ხო? ანუ არდადეგები ძირითადად არის ციხალისესთან ასოცირებული დასვენებასთან, გართობასთან, მაგრამ ხო, თამაშთან, მაგრამ მე ცოტა ამის წინააღმდეგი ვარ იმ გაგებით, რომ მე მგონია, რომ ბავშვის თითოეული წუთი და ცხოვრება უნდა იყოს ხალისთან დაკავშირებული, იმიტომ რომ ბავშვია და ის უნდა იყოს ბედნიერი. ყოველთვის სკოლაშიც ბედნიერი უნდა იყოს, ოჯახშიც ბედნიერი უნდა იყოს და სადაც არ უნდა იყოს, საკვირაო სკოლაში იქნება თუ საზაფხულო სკოლაში თუ ფორმალურ სკოლაში, ყველგან ჩვენი ვალდებულებაა ეს საზოგადოების, რომ ბავშვი უნდა იყოს ბედნიერი. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვართ შეზღუდული ამ კურიკულუმებით და სილაბუსებით და რაღაცა გაწერილი გვაქვს, რომელიც სადღაც კაბინეტებში დაიწერა, რომ ეს უნდა ასწავლო ბავშვს და ეს უნდა გააკეთო, ამითი ვართ რაღაცერად არტახებში მოქცეული, ხო? და ეს ზაფხული არის ის, რაც სინამდვილეში მე თუ მკითხავს კაცი, ნამდვილი განათლება რო უნდა იყოს და როგორიც უნდა იყოს სკოლა, იმისი საშუალება მეძლევა მე მაგალითად როგორც მასწავლებელს, რომ ვიყო ბავშვის მოთხოვნილებებზე ორიენტირებული, ვიყო მშობლის დაკვეთაზე ორიენტირებული და ვიყო ბავშვის განვითარებაზე მიდრეკილი, ხო? ახლა ამას როგორ ვაღწევთ? ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის თავისუფალი დროის მართვა. აი დამერწმუნებით, როგორ გვიჭირს ჩვენს, აი მე თვითონაც ხო, როცა ვისვენებ და არდადეგები თქვა აგვისტოში მაქვს არდადეგები, ხო? აი უამრავი რაღაცა წიგნები მაქვს გადმოწყობილი, რომ მოდი ახლა აგვისტოში რომ დავისვენებ, მაშინ უნდა წავიკითხო რაღაცა პრობლემები, თემები მაქვს დალაგებული, რომელიც თეორიულად უნდა გადავამუშავო და ველოდები ამ იმას. შეიძლება ისე გავიდეს თელი თვე, რომ ვერც გავიხედო იქეთკენ, ხო? რაღაცა რუტინა დაგიტრევს, იძახი რომ იცი რა მე ვისვენებ და რაღაცა კონსტიტუციური უფლება გაქვს ამ დასვენების და ამ თავისუფალი დროის მართვა მარტივი არ არის. და ეს არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი, რაც ჩვენ ბავშვებს უნდა ვასწავლოთ და რატო ასეთი მნიშვნელოვანია ეს, რომ ნახეთ, ჩვენი სამყაროში ყოფნა, ჩვენი ცხოვრება ეს არის ჩვეულებრივი დროში მოცემულობა, ხო? ვიბადებით რაღაცა თარიღში და როცა იქნება დამთავრდება, ხო, ეს ყოფნა ამ სამყაროში, ხო? ამდენად ეს დრო არის ყველაზე ძვირფასი რესურსი, რაც ადამიანს გააჩნია. არა? და წარმოიდგინეთ ახლა თქვენ ჩვენ როდესაც ამ ბავშვებზე ვახდენთ რაღაცა ზეწოლას ძალით ვატარებთ სკოლაში, ძალით ვამეცადინებთ, ძალით რაღაცას ვაკეთებთ, ამ მიმართ ადამიანს უჩნდება პროტესტი. და როდესაც თავის თავთან რჩება მარტო, ის უკვე ეჩვევა რამენერად როგორ უნდა გაფლანკოს ეს დრო, იმიტომ რომ მას უკვე გონია, რომ ეს არის ის დრო, რომელიც შეიძლება სხვა რაღაცაში დახარჯოს, მაგრამ არ აქვს თვით დისციპლინა განვითარებული. და ახლა შევეხეთ ყველაზე საინტერესო ამბავს, ეს არის დისციპლინის თემა. რომ რას ნიშნავს დისციპლინა? ნუ რა არის დისციპლინა, ხო? ზოგს გონია, რომ დისციპლინა ეს არის რაღაც ასე რომ დავჭდებით მასთან მოწესრიგებული. ნებართვას რომ ვითხოვთ ხელისაწევით სასაუბროთ ან რაღაცას არც რო დარეკავენ, მაშინ უნდა დამთავრდეს გაკვეთილი და გავიდეს. დისციპლინა არავითარ შემთხვევაში ეს არ არის გარედან შენიშვნა. არ გარედან შენიშვნა როგორც ასეთი, მაგრამ ეს მოძრაობები არ არის დისციპლინა. დისციპლინა ეს არის მიზნის მიღწევის სტრატეგია. ანუ როგორ უნდა გავიდე მე შედეგზე. აი ეს ალაგებს უკვე ბავშვის დისციპლინას და ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენ და ეს არის ყველაზე მთავარი რაც უნდა ბავშვს ასწავლო, რომ როგორ უნდა გავიდეს მისაზე, როგორ უნდა მიაღწიოს, რა უნდა გააკეთოს და თან რაღაცერად ცოტა მაზოხისტური საზოგადოება ვართ იმ კუთხითაც, რომ გვინდა რომ აიცი რა ეს ერთობა და სიამოვნებას იღებს და რაღაცა ბრაზდებით ამ დროს ბავშვს იცინეს ამას ბრაზდებით ხანდახან, ხო? ხო რაღაცა ის გჭირს ზოგჯერ რომ დაფიქრდები საკუთარ თავს გარედან რომ ხედო ცოტა პრობლემები გვაქვს ბევრი მიმართულებით, მაგრამ ნელ-ნელა ლაგდება ეს ბავშვები რო იბადებიან, ისე კარგად გვასწავლიან, როგორ უნდა მიუდგეთ და როგორ უნდა მოვექცეთ მათ, რომ ძალიან კარგადაც ახერხებენ იმ თავისი უფლებების სწორად დალაგებას. ეხლა რა არის ეს ისეთი? თუ ბავშვი მიეჩვევა იმას, რომ დროს სწორად გაანაწილოს, ოღონდ დროს ვერ გაანაწილებს სწორად, თუ თავად არ დაგეგმა. ხო, ანუ დაგეგმვის პროცესში ბავშვი აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს. ამიტომ მშობლებს ურჩევ, რომ
სანამ ან რომელიმე საკვირაო სკოლაში ან რაღაც საზაფხულო პროექტში და ან სადმე მიიყვანთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ბავშვის სურვილები. ხო, და შეეცადეთ რომ მათვე არჩევინოთ ესეც, სკოლები თვითონ არჩევენ, თვითონ ნახონ, აწონონ, დაწონონ, ითანამშრომლეთ თქვენ უთხარით რომ იქ შეიძლება რაღაცა კვება არ იყოს კარგი, აქ შეიძლება რაღაცა ინტერიერი იყოს კარგი, ანუ ამ თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ეს მარტო საკვირაო სკოლასთან მიმართებაში კი არა, ზოგადადაც ასე არის, ხო? რომ უნდა ითანამშრომლოთ ბავშვებთან, რომ გადაწყვეტილების პროცესში ბავშვი უნდა იყოს ჩართული. ამის შემდეგ, რა ვიცი, რა არჩევასაც გააკეთებს, ну, მოკლედ ეს არის, მაგრამ თვითონ საზაფხულო სკოლებიც მე მაგალითად არ მაქვს ისეთი საზაფხულო სკოლა, რომ აი არაფერს არ აკეთებდნენ, რაღაცას ჩემთან, ანუ ვკითხულობთ, ლოგიკურ თავს ატეხებს, ანუ მუშაობთ, იქ არის ჩვეულებრივი შემეცნებითი პროცესი, თუმცა როცა ბავშვი სახლში მივა ან რაღაცა, როცა ანალიტიკას ვაკეთებთ, ხო, არავინ არ ამბობს, რომ ჩვენ ვსწავლობთ და ამაზე ცოტა გული მწყდება, იმიტომ რომ არაკაცო კი არ ვსწავლობთ, ჩვენ აქ კარგად ვართ რაღაც. ესე იგი ნახეთ როგორ არის ბავშვები ვერბალურადაც სწავლას და კარგად ყოფნას ერთმანეთისგან მიჯნავენ და გამოდის რომ ჩვენ მათ შემეცნების პროცესს ასე გამოდის ვერბალურად მათი საუბრიდან რომ შემეცნების პროცესს უგზავთ ჩოჩოხეთად, იმიტომ რომ იცი რა კი არ სწავლობს ერთობა, ხო? აი კარგად გწნობს თავს და ამ დროს ძალიან კარგადაც სწავლობს იქ და ჩვენიერ ანალიტიკასაც აკეთებენ და თვითონვე მიყავთ თავიანთი სწავლის პროცესი და ამას უშუალოდ ბავშვებთან თანამშრომლობის პროცესში ვაკეთებ და იქაც მოკლედ ესეთი საინტერესო ინტერაქცია გვაქვს. როგორც ვიცით, თქვენ ასწავლით, რა თქვენთან ხდება სწავლება თამაშით. ხო? აი ეს პროცესები როგორი არის? აი როგორ ახერხებთ ამ ყველაფერს ბავშვებთან? ჩვენ თამაშობთ მათთან ერთად და საერთოდ ყოველთვის ვცდილობ, რომ პროცესი იყოს საინტერესო. ჩვენ გვაქვს ასეთი გახლეჩა რა მასწავლებელს და მოსწავლეს, რომ რა მასწავლებელს აქვს რაღაცა კურიკულუმი, სილაბუსი და გეგმა აქვს, ხო, მასწავლებელს რომ აი თხოვენა რა, რომ აი ეს გამრავლების ტაბულა უნდა იცოდეს, თქვა, მეოთხე კლასში თუ რა ვიცი, როცა არის რა. და მასწავლებელი ყოველთვის ორიენტირებული არის შედეგზე, ანუ რაღაც შედეგზე უნდა გავიდეს. ახლა წარმოიდგინეთ თქვენ ბავშვი, მაგაც მეოთხე მესამე კლასელი და ეუბნები, იცი რა, მე აგერ მიწერია გეგმაში, რომ შენ უნდა გასწავლო გამრავლების ტაბულა ამ თვის ბოლომდე. ხო, ახლა ეს ბავშვის ინტერესებში არის? არ არის. არანაირად. ახლა რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა? უნდა მოხერხოს. გეგმა გაქვს შესასრულებელი. გეგმა მასწავლებლის შესაძლებელი. რა უნდა გააკეთოს? ესე იგი ბავშვისთვის თავარი არის პროცესი და მასწავლებლისთვის თავარი არის ის რეზულტატი, რაც უნდა დადოს, ხო? რა უნდა გააკეთოს? აი რა უნდა გააკეთოს, ხო? ძალით ვერ ასწავლეთ. გამრიცხულია. ძალით შეიძლება თქვენი ყველა ძალით შეიძლება ბავშვს გააკეთებინოთ ყველაფერი, თუ სწორად მომყავს ციტირება, არ ვიცი, მაგრამ ძალით ვერ ათამაშებ, თქვით. ვერა, იქ აუცილებლად მისი ინტერესები და მონაწილეობა უნდა იყოს, ნება უნდა იყოს ჩართული. ხო, ამიტომ ნახეთ ახლა როგორ არის თვითონ არ აინტერესებს ეს რატო უნდა ისწავლოს გამრავლების ტაბულა ვერ ხდება, მასწავლებელმა უნდა ასწავლოს, იმიტომ რომ ვალდებულია და აი ამ დროს ყოველთვის უნდა შეხვიდე ბავშვის კანში რა, უნდა აი ეს ეგოს ტრანსფორმაცია მასწავლებლის მხრიდან არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ აი მე რო ბავშვი ვიყო, მაგალითად მეოთხე კლასელი, ხო? აი რატო უნდა ვიარო ახლა ისე მე მორჩილი ბავშვი ვიყავი, საბჭოთა ბავშვი ვიყავი და დავდიოდი და ვიზეპირებდი ამ გამრავლების ტაბულას, მაგრამ ეხლა იგივე მიდგომები არ მუშაობს, ხო? და აი აქედან გამოვედი და უნდა ნახოთ ერთი ალბათ 10 სათამაშო მაგ გამრავლების ტაბულაზე გაკეთებული. გავაკეთე სათამაშოები, რაღაც ფირფიტები გამოვჭერი, რაღაც ეს ონლაინ კახუტის კვიზები გავაკეთე, ლერნინგ-აპსის არის, ანუ ელექტრონული რესურსიც გამოვიყენე, მატერიალური რესურსიც გამოვიყენე, რაღაცები გამოვიწერე, რაც არსებობს ესეთი გამრავლების ტაბულასთან სათამაშო და აი ასე ვახერხებ ხოლმე იმ შედეგზე გასვლას, რაც თან მოწონთ თვითონ ეს პროცესი და თან იმდენად ამახსოვრდებათ, რომ უკვე აღარანაირი პრობლემა არ აქვთ. ასე კეთდება აბსოლუტურად ყველა გამოწვევაზე. ბარემ ვისარგებლებ შემთხვევით და ვიტყვი ერთ ძალიან საინტერესო აღმოჩენაზე, ესე იგი თანამედროვე ნეირომეცნიერებების მონაცემები, ანუ თუ როგორ ხდება ადამიანის მიერ გრაფიკული გამოსახულების აღქმა და ასოების გარჩევადობა და ტრადიციული სტანდარტული სწავლების მოდელებით
და ჩვენს ტვინში როგორ მუშაობს ნეირონების ქსელები, რაღაც ამ ტიპის შეჯერებით, რაღაც პატარა ექსპერიმენტი ჩავატარე. აღმოვაჩინე, რომ სადღაც აი ძალიან დიდ პროცენტს ხახნა როგორ გითხრათ, ჩემ ამას ალბათ უფრო სხვა სიხრმისეული კვლევა ჭირდება, მაგრამ ჩემ გარშემო ბავშვები ვინც ხვდებიან, სადღაც 80%-ს აქვს კითხვის პრობლემა. ანუ როგორ უნდა წაიკითხოს, აი უჭირთ ამოკითხვა, გაგებაზე აღარ არის საუბარი, რომ აი ტექსტი რო წაიკითხა და იქვე ტექსტი ამოიცნო და შინაარსის რეალიზება მოახდინა. შინაარსის რეალიზებას ამ შემთხვევაში არ გულისხმობ. აქ არის საუბარი, როგორ უნდა წაიკითხოს გადაბმულად, ანუ ასოთა სინთეზი როგორ უნდა გააკეთოს და როგორ უნდა წაიკითხოს სწორად უბრალოდ სიტყვები. ანუ სწორად როგორ უნდა წაიკითხოს ტექსტი, როგორ უნდა ამოიკითხოს ტექსტი. და აღმოჩნდა, რომ ის ინტერაქციული სავარჯიშოები, რაც გავაკეთეთ, რაღაც ისეთი ხელისცეცებით მოგვიწია სიარული, ექსპერიმენტები ვატარე. დიდი ხალისით გამოყვნენ ექსპერიმენტში მშობლებიც და მოსწავლეებიც და რაღაც საოცარი შედეგი დაიდო რა. ერთ თვეში უკვე კითხულობენ. ოღონდ ეს ერთი თვე არის, კვირაში ერთი შეხვედრა 50 წუთი და აღმოჩნდა, რომ რაღაცა ძალიან საინტერესო რეზულტატი დაიდო და თავად პროცესი აღმოჩნდა ძალიან საინტერესო და ამ ჩემ საკვირაო სკოლაში გადავწყვიტე, რომ საზაფხულო სკოლის პროგრამაში ჩავრთო ეს მომენტი და რაღაც მშობლები ანუ ის კი არა რომ რაღაცა მომაბეზრებელი საქმეები ვაკეთებინო. ბავშვი უკვე წავაქე და გაზრდილი, რომ მიხვდება, რომ აი მე უკვე კითხვა შემიძლია და ამას გაკეთებს ძალიან მარტივად და სუპერკად. ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა. კოლეგებო, დრო აღარ დაგვრჩა სამწუხაროდ, რომ კითხვები დავუსვათ ქალბატონ ვალის, ვიცი რომ კითხვები გექნებათ, მაგრამ რაო პატ, არა უნდა დავასრულოთ სხვა დროს მოვიწევთ. ანუ ისეთი სტაბესტირება რჩება, რომ ბოლო 10-20 წლის განმავლობაში ფრაზამ სწავლის ძირი მწარი არის, უკვე ცოტა უნდა გადავხედოთ, თაროზე გადავდოთ და ვთქვათ, რომ სწავლის ძირი შეიძლება იყოს ოდნავ ტკბილი. კი ბატონო, მადლობა უღრმესი, მადლობა ჩვენს მაყურებელს, რომ საათნახევრის განმავლობაში ჩვენთან ერთად იყავით. დიდი შესვენება ხვალამდე ჩვეუდროს პირველ საათზე ისევ დაგიბრუნდებათ და ბედნიერ დღეს გისურვებთ. კარგად იყავით. მომავალ შეხვედრამდე.